ვინც ნახეთ, ანუ გამარჯობა ჯერ. და მე ვარ ლევან ყამბაშიძე, ფილოსოფოსი განათლებით, მოწოდებით. და ვასწავლი ილიას უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში და კონსერვატორიაში ფილოსოფიას. და ეს მინდოდა მეთქვა. თქვენი პროფილი არ ვიცი მე, გარდა იმისა, რომ თქვენ ლიბერალური ღირებულებების ერთგულები ხართ, ვინაიდან ახლა აქ იმყოფებით, ანუ რაღაც გაინტერესებთ მაგ მიმართულებით, ერთგულები ხართ თუ არა, ჯერ არ ვიცი. მაგრამ აქ რო ხართ, კარგია, მოგესალმებით ყველას. ლექციას რაც შეეხება, უფრო საუბარს დავარქმევდი, ინტერაქტიული რო იყოს, თქვენ როგორც კი რამე შეკითხვა გექნებათ, პირდაპირ შეგიძლიათ გამოუშვათ და ვისაუბროთ რაღაც საკითხებზე, რომელსაც ჩვენ შევეხებით დღეს. ძირითადი საკითხი, რაც მოკლედ მინდა ჯერ შემოგთავაზოთ, უბრალოდ სასაუბროთ, სათაური ვინც ნახეთ, ეხება სოციალურ უხილაობას და მოქალაქეობას. ანუ ამ ორ საკითხზე ვისაუბრებთ. პირველი, ანუ მეორე უბრალოდ მოქალაქეობა ცხადია, თქვენ ყველანი მოქალაქეები ხართ, ჩვენც ვართ მოქალაქეები. მაგრამ ჯერჯერობით საქართველოში არ არის მოქალაქეობრივი კულტურა იმ დონეზე, რომ მართლა გაცნობიერებული ქონდეს, რას ნიშნავს მოქალაქეობა, ხო? ანუ ფორმალურად ვართ მოქალაქეები, პასპორტი გვაქვს ყველას, მაგრამ შინაარსი ჯერ კიდევ უნდა დავაწიოთ ფორმას. პირველი რაც არის სოციალური უხილაობა, არის ძალიან საინტერესო საკითხი, რომელიც დღეს აქტუალური არის მეტწილად და პირდაპირ დავიწყებ რაღაცა ნიუანსებით და მიხვდებით რაზეც არის საუბარი. პირველი საკითხი ეხება უხილაობას, ხო? და დავიწყოთ მხედველობიდან, როგორც ასეთი. ანუ რა არის მხედველობა? ჩვენ ყველანი ვართ მხედველი არსებები, ხო? ჩვენ გვაქვს თვალები და რაღაც სამყაროს ვაკვირდებით ამ თვალების საშუალებით. მაგრამ თუ ჩვენ დავაკვირდებით თვალის მუშაობის სქემას, ცოტა გავიგებთ აგრეთვე ჩვენი ცნობიერების მუშაობის სქემასაც და თვალი ძალიან საინტერესო მოვლენა არის, ხო? ძალიან რთული მოვლენა არის ყველა, თქვა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ორგანო და თვალი ერთ-ერთი ალბათ ყველაზე რთული არის მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად, სხვა ორგანოსთან ერთად. პირველი, რაც უნდა აღნიშნოთ, თვალის საშუალებით ჩვენ ყოველთვის ვართ კონცენტრირებული რაღაც საკითხზე. თვალი არასდროს ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, რომ ერთდროულად აღვიქვათ რაღაც ინფორმაცია. მაგალითად, ახლა მე გიყურებთ თქვენ ყველას ხედავთ, მეცაც ხედავ, გარეთ რა ხდება ფანჯერაში, იმასაც ხედავ, მაგრამ ჩემი თვალი კონცენტრირებული არის ყოველთვის ერთ რაღაცაზე, ხო? ანუ ყოველ ჯერზე, როდესაც მე ჩემს მზერას მიმართავ თითოეულ თქვენთაგანის მზერაზე, ჩვენ ხვდებით ერთმანეთს და ის არის ჩემი ფოკუსი, ხო? ქუჩაში სიარულის დროსაც თვალი მე მეხმარება გადაადგილებაში და მე ვიღებ იმ ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი არის. პოტენციაში ვინაიდან მე ვხედავ ამ არეს რაარესაც ვხედავ, მე შემიძლია ჩემი მზერა მიმართო ნებისმიერ მიმართულებით, მაგალითად გავიხედო, დავინახო გარეთ მოციმციმე შუქები, მანქანები, მაგრამ ეს ინფორმაცია მე არ მჭირდება. ამიტომ, როდესაც მე ვარ ახლა კონცენტრირებული ლექციაზე, ჩემი მთავარი მზერის მიმართულება არის თქვენსკენ, ხო? ანუ მე ეს მჭირდება, რომ დავინახო. მაგალითად, მე მჭირდება, რომ დავინახო თქვენ გესმით თუ არა, რასაც მე ვსაუბრობ, ხო? ამ თქვენ თავს აქნევთ თუ არ აქნევთ, ან მოგწონთ თვალი რაღაც თქვენ მიმიკას დავაკვირდე, ეს ინფორმაცია არის ეხა ჩემთვის საჭირო. მაგალითად, ქუჩაში სიარულის დროს მე ეს ინფორმაცია არ მჭირდება. შესაბამისად, მე ვცდილობ მზერით არ შევეგებო ჩემს საწინააღმდეგო მომავალ ადამიანს, ხო? ძალიან უცნაური განცდა ჩნდება ხოლმე, როდესაც ქუჩაში მიდიხარ და ვიღაცა გიყურებს პირდაპირ და შენც უყურებ, სანამ ერთმანეთს არ გაცდებით, ხო? არასაჭირო ინფორმაცია არის, რაში მაინტერესებდა ახლა ეს ადამიანი როგორ გამოიყურება სახეზე, ის არის უბრალოდ გამლელი და მე მას უნდა გავცდე. ჩემი ამოცანა არ არის მისი აღწერა და ფიქსირება. ამიტომ თვალი უკვე მე მიფილტრავს ძალიან დიდ ინფორმაციას, ამიტომ მე რომ მქონდეს ფოკუსი გამახვილებული, მართლა ფოკუსირებული ვიყო ყველა ინფორმაციაზე, რასაც მე თვალი მაწვდენს, მე უბრალოდ გავგიჟდები, ხო? ელემენტარულად გადავიწვევი, ჩემი ტვინი ვერ იმუშავებს ასე. ამიტომ მე ვფოკუსირდები მხოლოდ რაღაცა წვრილმანზე, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩემი ყურადღების ღირსად ვთვლი. და ეს ყურადღება არის ზუსტად ის, რაც მე მეხმარება ჩემს
ცხოვრებაში, ხო? ანუ მე ყურადღების ფოკუსირებას მჭირდება რაღაც საკითხებზე, რომ ფუნქციონირო. მაგალითად, თვალს რო გავცდეთ და ადამიანში ყურადღების ფენომენს დავაკვირდეთ, მეცადინეობის დროს, როდესაც თქვენ უნდა იყოთ კონცენტრირებული რაღაც საკითხზე, წიგნზე, მაგალითად, თქვენ არ გჭირდებათ, რომ თქვენი ყურადღება გაფანტული იყოს კიდე სხვა მიმართულებით, ხო? ზუსტად ესევე აღწერთ, ყურადღების გაფანტვას ვეძახით ამას, როდესაც მე არ შემიძლია ჩემი ცნობიერება ან ჩემი გონება მიმართო ერთ საკითხზე და პარალელურად მაგალითად ჩემი ყურადღების ღირსი ხდება გარეთ მიმდინარე მოვლენები, ხო? ვიღაცა დაასიგნალებს და მე ვერთვები ეგრევე. მაგალითად ბიბლიოთეკა არის ძალიან კარგი ზუსტად იმით, რომ იქ მინიმალურზე არის დაყვანილი ხმაური, მაგალითად რაც ჩემს ყურადღებას გაფანტავს, ხო? ისევ და ისევ მე რომ არ მქონდეს ეს ფუნქცია ყურადღების კონტროლის, მე ერთდროულად მივიღებდი n რაოდენობით ინფორმაციას და ეს მე შემიშლიდა ხელს არსებობაში. ხო, აი ეს მოაყოლეთ ხოლმე რომ ცოტა მეც ვიცოდე რომ ხართ აქ. რაც შეეხება სოციალურს, ჩვენ ისევ და ისევ, როდესაც ვსაუბრობთ ფილოსოფიაში სოციალურ უხილავობაზე, უნდა ამოვიდეთ იმ საკითხიდან, რომ ჩვენ ხანდახან ვერ ვამჩნევთ ადამიანებს. ამაზე არის საუბარი, ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანებს. ადამიანების არ დანახვა, ეს არ არის თვალის დეფექტი, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის არის დასწრებული, ვთქვათ ახლა ამ აუდიტორიაში თქვენ ხართ დასწრებულები, ქუჩაშიც ადამიანები არიან დასწრებულები, თვალი მათ ხედავს. მაგრამ თვალის მიღმა ჩემი გონება მათ ვერ აღიქოს. ანუ ისინი არ შემოდიან ჩემთან ერთი და იგივე სააზროვნო ველში, ანუ მე ვწდებით ერთმანეთს ასე ვთქვათ და მე მაქვს საშუალება რომ გარკვეული ადამიანები გავაქრო უბრალოდ. როგორ შეიძლება ეს კარგი მაგალითი ამისთვის მოვიყვანოთ და შეიძლება დავაფიქსიროთ რამოდენიმე მიმართება. მაგალითად, რასიზმი შეიძლება იყოს ერთი მექანიზმი, როგორთაც მე ვაქრობ ადამიანს. როდესაც შავკანიანი ადამიანი არის ჩემს გვერდით და მე ვცდილობ მას ყურადღება არ მივაქციო. ხო, ანუ ის არ არსებობს ჩემთვის და ამ შემთხვევაში ის არის ჩემთვის გამქრალი. მაგალითად, მე ქუჩაში მიდივარ და ვხედავ შავკანიან ადამიანს და ვარ რასისტი, ან ესე უყურებ სამყაროს, მე უბრალოდ არც ვხედავ, რომ მას აქვს გასაჭირი. ეს რო წარმოვიდგინოთ, თქვენ უბრალოდ გვერდზე ჩაულით და ის არც დაგინახავთ. საინტერესო ამ შემთხვევაში ის არის, რომ თქვენ დიდი ძალისხმევა არ დაგჭირებიათ იმისთვის, რომ ის ადამიანი გაგექროთ და ხილული გექციათ არახილულად, თქვენ იმთავითვე თუ ხართ რასისტი, იმთავითვე არ აცნობიერებთ იმ ადამიანს როგორც ადამიანს. მეორე მაგალითი შეიძლება იყოს კინოფილმი ზორო. გაქვთ ალბათ ნანახი? გაქვთ ალბათ ნანახი? ზორო. ზოროს ნიღაბი. ესე ქვია, ანტონიო ბანდერასი რო თამაშობს, შვენიერი ფილმი არის, უცნაური და მაგრამ იქ არის ერთი ძალიან კარგი მომენტი, როდესაც ძველი ზორო, რომელსაც უნდა შურისძიება ბოროტ კაცზე, რომელმაც მას დაუნგრია ცხოვრება, ეს ძველი ზორო მიდის და ახალ ზოროს ანტონიო ბანდერას მიყვება დღესასწაულს. და ეუბნება, რომ მე წამოვალ როგორც მსახური. გახსოვთ ეს ეპიზოდი? და ახალი ზორო ბანდერასი ეუბნება, რომ თქვენ შეგამჩნევთ რა, ის დაგინახავთ, გიცნობთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად გიცნობთ, თქვენი მტერია, წარმოიდგინეთ და ის აუცილებლად დაგინახავთ, როგორც დაგინახავთ, მოკლავთ და მეც მომკლავს. ამიტომ ეს არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება. რაზეც ეს ძველი ზორო ენტონი ჰოპკინსია, ხო მგონი, ის პასუხობს, რომ ის დელავეგა, ცუდი კაცი არის თავადი და როგორც თავადი ის არასდროს გლეხს, მსახურს არ შეხედავს სახეზე. და მართლაც, როდესაც ბანკეტზე მიდიან, ეს ახალი ზორო ბანდერასი ესაუბრება დელავეგას, გვერდით დგას ძველი ზორო, ამის მოსისხლე მტერი და ის უბრალოდ ვერ ამჩნევს მას. მსახური არის გამქრალი, მისი მხედველობის არიდან ისევ და ისევ. ეს მხედველობის პრობლემა არ არის, ვიზუალურად ის ჩანს, რომ ის აქ არის. მაგრამ ის როგორც სუბიექტი არის გამქრალი მხედველობიდან, ის არ აღიქმება, არ ფიქსირდება როგორც სუბიექტი. ეს ძალიან საინტერესო რამ არის. მაგალითად, სოციალურ უხილავობაში თქვენ შეგიძლიათ ეს ერთი თქვათ თავადაზნაურობის დროს როგორ ხდება მარტივად, ხო? თქვათ კლასი, მაღალი კლასი ის არ ხედავს დაბალი კლასის ადამიანებს და ეს მათ ღირსებაზე აისახება, მე თუ მაგალითად დავესაუბრები გლეხს, ეს იქნება ჩემთვის ცუდი, ამიტომ ისინი გამქრალები არიან. მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ბატონყმობის პირობებში, სად შეიძლება გამოავლინოს კიდე სოციალურმა უხილავობამ და უხილავი ხდება ამ შემთხვევაში ადამიანი, როგორც შევატყეთ და სადავლენს ის თავს ჩვენთვის. მაგალითად, ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს აგრეთვე შუა საუკუნეებში ხდებოდა ხოლმე,
ანუ ძველ დროს, როდესაც მეფეები ბანაობდნენ, ეს მეფეები არ იწუხებდნენ თავს, რომ როდესაც შიშულდებოდნენ, მსახურებს ეს არ დაენახათ. იმიტომ რომ მეფისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ის იქ არ არსებობს. სინამდვილეში ის გლეხი, თვალი, რომელიც სუბიექტი მე მაფიქსირებს როგორც შიშულს, ის არ არსებობს. ამიტომ მეფეს თავისუფლად შეეძლო, გაეხადა ტანზე, დაეწყო ბანაობა და არავინ მას არ უყურებდა. მაშინ როდესაც ოთახში შეიძლება ყოფილიყო 10 ადამიანი. ხო? საკმარისია შემოსული იყო თავადი რომელიღაცა ან დედოფალი, შესაძლოა მას რეაქცია მიეცა, იმიტომ რომ თავადი ან დედოფალი იმყოფება იგივე ველში, ანუ ის უკვე აფიქსირებს იგივე ველიდან ჩემს შიშიშვლეს. მაშინ როდესაც გლეხების არსებობა იქ ყოფნა აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი, ხო? დღესდღეობით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ან არ ნახოთ, არ ვიცი დაკვირვების ამბავი არის, მაგალითად ვისაც ყავს სახლში მოსამსახურე ქალი ან კაცი, ხო, ასე ვქვიან, ვინც უვლის სახლს მაგალითად, მასთან ადამიანები იქცევიან აბსოლუტურად ბევრად უფრო თავისუფლად, ასე ვთქვათ, ვიდრე ისინი მოიქცეოდნენ მაგალითად თქვენი თანდასწრებით. ხო, სიშიშვლე ტრუსიკში კაც ვერ გაუვლია დაახლოებით ესეთი რამე წარმოიდგინოთ, ჩვენ შიშვლები არ დავდივართ, როდესაც სახლში იმყოფება ქალბატონი, მაგრამ თუ ეს ქალბატონი არის დამლაგებელი, შეიძლება თავისუფლება მივცეთ, რომ არც ჩავთვალოთ, საჭიროდ რომ მოვიხუროთ, როდესაც ის ქალბატონი იქ იმყოფება. შეიძლება ვუტრირებ, შეიძლება ეს კონკრეტული მაგალითი არის, რომელიც მე მაქვს და ამას ვფიქრობ, თქვენ შეიძლება ამას არ გადაჰყრიხართ ესე, მაგრამ წარმოდგენა მისი შეგიძლიათ, ხო? ან რომ იყვეთ დაახლოებით, რომ ეს ესე ხდება. ძალიან ზღაპარს მოვყვებით და ამ ზღაპრის მიხედვით რომ წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს ეს უხილაობა. მაგალითად, შედიხართ ძვირადღირებულ რესტორანში. და ამ რესტორანს ძვირადღირებულ რესტორანს თავისი მუშაობის პრინციპები აქვს, ხო? პირველი რაც არის მნიშვნელოვანი, მე შევდივარ კომუნიკაციაში მხოლოდ მენეჯერთან, მაგალითად, ხო, მე ვარ მილიონერი და მე ვესაუბრები მხოლოდ მას, ვინც ამ რესტორანს უყურებს. მე ღვინო მინდა თუ რა მინდა, ვესაუბრები მხოლოდ მას, სტატუსიდან გამომდინარე, ის მე ესაუბრება მათ, ვინც მე უნდა უზრუნველყო იმ ნივთებით, რაც მე მინდა. და წარმოიდგინეთ, ახლა ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც ძალიან კარგი გადასაღები იქნება, სამწუხაროდ ქართული ტექნიკა არ გვაძლევს საშუალებას, რომ გადავიღოთ, მაგრამ თუ გაგიჩნდა სურვილი, ვიმუშაოთ ამაზე, საინტერესო იქნება. წარმოიდგინეთ სცენა, ადამიანი ჭამს და უცებ დაისვარა თებში. როგორც ხდება ხოლმე ჭამის დროს, ხშირად თუ არ ასუფთავებთ თებს, ხო? მოასუფთავებთ ხოლმე, ესეც მნიშვნელოვანია. უშნო ცოლი გეყოლებათ, ხო, ესე ამ თავის დროს. და დაისვარა თებში, თქვენ აგრძელებთ კომუნიკაციას თქვენს მეგობართან და უცებ დახედეთ და თებში არის სუფთა. უცნაური არის, ხო? სვავთ ღვინოს, ისევ კომუნიცირებთ მეგობართან, მოიხედეთ და ცარიელი ჭიქა, რომელიც 5 წამის წინ იყო ცარიელი, არის სავსე. დავარდა ჩანგალი და უცებ გვერდზე გიდებთ მეორე ჩანგალი და ქვემოთ ჩანგალიც აღარ არის. და ფანტასტიკურ ჟანრის ფილმში, რომელსაც ახლა მე ავხსნერ, უბრალოდ არ ჩანს ვინ აკეთებს ამას. მაგრამ სინამდვილეში ამას აკეთებენ კონკრეტული ადამიანები. იგივე ფანტასტიკურ ჟანრის ფილმში იმ ადამიანმა, ვინც დაიკეთა სპეციალური ხელსაწყო, რომ დაინახოს რა ხდება მის გარეშე, ის ამჩნევს, რომ თებში რომ დაისვარა, ამ დროს მოდის რა ქვია, ოფიციანს რა ქვია, მიმტანი მოდის და ამას იღებს, ანუ შენ სანამ კომუნიცირებ, ამას იღებს და დებს ახალთებს. ჩანგალი რო დავარდა, დაინახა სხვა, მოვიდა დადო და აიღო ძველი ჩანგალი. ღვინო, რომელიც დაიცალა, მოდის და ასხავს ამ ღვინოს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას, ჩვენ ვიმყოფებით რაღაცა ველში, სადაც ეს ქმედებები, ანუ ქმედებების აქტორები არიან გამქრალები საერთოდ. ანუ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ჩვენს გარშემო, რომ ჩვენ გვემსახურებიან. იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში ზუსტად ეს არის, რომ ისინი არც უნდა შევამჩნიო. მე უნდა შემეძლოს ჩემს მეგობართან კომუნიცირება ისე, რომ არ დავფიქრდე თებში გამომეცვალა თუ ჭუჭყიანია თუ არ არის ჭუჭყიანი. ამიტომ ეს ხალხი, რომელიც ჩემს გარშემო ეხა აქ იმყოფება, საერთოდ არის გამქრალი ჩემი ველიდან, მე მათ ვერ ვხედავ. ისევ და ისევ ეს თვალის პრობლემა არ არის, ვიზუალურად როგორც კი ავხედავ, მე ვხედავ ადამიანს, მაგრამ მე მას არ ვხედავ აბსოლუტურად, ხო? ეხლა რაზე არის ეს დამოკიდებული, თუ ჩვენ დავფიქრდებით, მე შემიძლია, სამგვარად შეიძლება, ეხლა რაზეც ვსაუბრობ, არის აქსელ ჰონეტი, ესეთი ფილოსოფოსი, ძალიან საინტერესო, რომელიც იღებს ერთი მხრივ ჰეგელის ბატონისა და ყმის დიალექტიკით, ანუ გონის ფენომენოლოგიიდან რაღაც ეპიზოდს, სადაც არის ბატონისა და ყმის დიალექტიკა აღწერილი, ანუ სუბიექტების შეხვედრა და მათი კომუნიცირება, როგორც ასეთი, და იმას ის თარგმნის ამ საფუძვლომდებარე ადამიანურ მიმართებას სოციალურზე,
და ცდილობს აქედან ახსნას რატომ ხდება რომ ჩვენ ადამიანებს ვაქრობთ. ადამიანი შეიძლება გავაქროთ ჩვენ თვითონ მაგალითად როდესაც გაბრაზებული ხართ ვინმეზე, თქვენ შეგიძლიათ ის არ შეიმჩნიოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი არ შევიმჩნიოთ. თქვენ მას აღიქვავთ, ხედავთ, მაგრამ ძალით იქცევით ისე რომ ის არ იყოს იქ. ხო? ამას ჟარგონზე ქვია ნივიჟუ. თუ გაკეთებიათ, ძალიან საინტერესო რამ არის. გაკეთებიათ? ისე. ხო? ნივიჟუ შეიძლება მოხდეს რამოდენიმე მიზეზის გამო. ხო, ანუ სუბიექტურად არ მოგწონთ ადამიანი, ან ვალი გაქვთ მაგალითად მისი და არ ჩანს იქ, ხო? ან თქვათ რაღაც ხო არ გინდა რომ ეხა მიხვიდე და აბა რა ხდება შენსგან. ან თქვათ დიდი ხანი არ გინახავს და გერიდება რომ ეხა ესე გადაეყარეთ და არეუბნები, ან ლექტორი არის და ნიშანი არ დაგიწერა და მოკლედ იცით როგორ ხდება და მათ არ იმჩნევთ. ეს არის თქვენი გადაწყვეტილება რომ ისინი არ შეიმჩნიოთ. რასიზმი უფრო სხვა ფენომენი არის, იქ თქვენ არ ცდილობთ ზედმეტად რომ არ შეიმჩნიოთ ვიღაცა, ხო? თქვენ უბრალოდ იცით რომ ეს ხალხი არ უნდა შეიმჩნიოთ რა, ან თქვენი გადაწყვეტილება რომელიც თქვენ ერთხელ და სამუდამოდ მიიღეთ როდესღაც ის უკვე ქმედითი არის. კიდევ რანაირად შეიძლება გავაქროთ ხალხი და მოკლედ ყველა შემთხვევაში, თქვა თუ პირველ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ძალით ვიღაცას არ გინდათ მიესალმოთ, ეს აღიქმება როგორც შეურაცხყოფა. ხო, მოდი შევთანხმდეთ ამაზე, რომ როდესაც ვიღაცა არ გესალმებათ, ეს არის შეურაცხყოფელი. ხო? და თქვენი ამოცანაც არის, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ამოცანა, რომ მე შეურაცხყოფა მივაყენო. რატომ? იმიტომ რომ უხილავობა საბოლოო ჯამში არის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ეს ეხება ღირსებას. და როდესაც ჩვენ საუბრობთ სოციალურ უხილავობაზე, საუბარი არის ღირსების არქონაზე ან ღირსების არ დაფიქსირებაზე. მაგალითად, ერთი უფრო ახლო მაგალითი, როგორ კომუნიცირებენ ქართველი მამაკაცები როსკიპებთან. ეს საინტერესო რამ არის და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ პირად მაგალითებს არ მოიყვანოთ ჩემი ცოლის დაქალები, რომელიც ძალიან კარგი აღმწერი არის, ყოველ შემთხვევაში რაღაც ეპიზოდები მისი ქართული საზოგადოების და იქ არის ზუსტად ერთ-ერთი როსკიპი, რომელსაც ზრდასრული ჯანზე მყოფი წარმომადგენლობითი თუ როგორ თქვა, ისეთი კარგი იმპოზანტური კაცი ურტყავს, აგინებს, ამცირებს ადამიანთან არ აღიქოს. მოკლედ რომ თქვა, რასაც ის აუცილებლად რა თქმა უნდა არ იკადრებდა სხვა ადამიანთან, ხო? დიდი ალბათობით ეგ კაცი სხვა ქალბატონებთან ქალბატონებოდა, თქვენ ლამაზებოდა, ხო იცით როგორც არის, მაგრამ როსკიპთან ის შეიძლება, რატომ? იმიტომ რომ როსკიპი ითარგმნება როგორც დაბალი ღირსების, დაბალი ღირებულების ადამიანად და ის გარკვეულწილად არის აგრეთვე რა თქმა უნდა ფაშიზმი და შენ გაქვს საშუალება რომ მას ღირსება აყარო, იმიტომ რომ მას უკვე აღარ აქვს ღირსება. და სხვა ადამიანებთან, რომლებიც შენი ესე გონია რომ არიან შენი თანასწორად ღირსეულები, შენ ამას ვერ კადრულობ, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან თვალშისაცემი, როდესაც ანუ შენი სიუხე შეიქნება, მაგალითად რომ შეაგინო ქალბატონს ესე, ხო, რაღაცა წვეულებაზე. როსკიპთან ეს შეიძლება, იმიტომ რომ მას უკვე არ აქვს ღირსება. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ ღირსებაზე და უხილავობაზე, პირველი რაც არის მნიშვნელოვანი, ის ვინც არ ამჩნევს სხვა ადამიანებს, მას აქვს ესეთი წარმოდგენა ადამიანის ღირსებაზე, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება თვითონ მასაც მისი ღირსების შემლახველი იქნება მათთან კომუნიცირება, როგორც ეს ბატონისა და ზოროს მაგალითზე დავინახეთ და მეორე მხრივ იმ ადამიანებს, რომელსაც ის უღირსად აღიქვავს, იმათი გაქრობა ბევრად უფრო ადვილი არის, ხო? ანუ სოციალური ხილაობა ისევ და ისევ, ანუ რა გამოდის, რომ ეს არის თვალის მოქმედების რაღაც მექანიზმი, არამედ ეს არის ჩემი წარმოდგენა სამყაროს შესახებ და ეს მაძლევს მე ზუსტად საშუალებას, რომ ვიღაცები არ შევამჩნიო. პრობლემა რა არის, რომ სინამდვილეში ყველა ადამიანს გააჩნია ღირსება და ეს არის ძალიან საინტერესო და ამით შეიძლება ჩვენ დაუპირისპირდეთ სოციალურ უხილავობას, ხო? ჩვენ უნდა დავუშვათ და უნდა წარმოვიდგინოთ ისეთი სამყარო, სადაც თითოეულ ინდივიდს, როგორც ინდივიდს გააჩნია თავისი ღირებულება, თავისი ღირსება. თუ ჩვენ ამას დავუშვოთ, უკვე გახდება ხილული ის ადამიანი, იქნება ეს, თქვა, ჩავკანიანი რასიზმის შემთხვევაში, თუ იქნება ეს სხვა ნებისმიერი, თქვა, სოციალურად ჩემთვის მიუღებელი ადამიანი, ხო? ანუ მე ვარ ვთვლი, რომ ჩემი საკადრისი არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში საჯაროობა, რომ ჩემი დაფიქსირება, ჩემს მიერ თქვენი დაფიქსირება როგორც ღირსების მატარებელი სუბიექტებისა, უნდა მოხდეს საჯაროდ და ეს არის ძალიან საინტერესო რამ. რამდენადაც ერთი კარგი მაგალითი არის ამის,
თუ გაქვთ წაკითხული დედოფალი მარგო არის ესეთი მშვენიერი რამ და იქ არის სცენა რომ ერთ-ერთი ორი ძმაკაცია ერთ-ერთი დაიჭრება სერიოზულად და ვინაიდან ის დაიჭრება თუ არ ვწდები ან დუელში ან ბართლომეს ღამეს დროს არა ბართლომეს ღამეს მაშინ ეს იქნებოდა ხო ანუ დაიჭრება თქვათ რაღაცა არალეგალურად დედოფლის საყვარელი არის და მას ვერ მკურნალობენ ოფიციალურად და მაშინ როგორც ჩანს მკურნალობა შეეძლოთ აგრეთვე დაბალი ფენის ადამიანებს ხო რაღაც თავისი მალამოებით და ისინი მიდიან ჯალათთან და ეს ჯალათი მოუგლის გადაარჩენს მას და გამოკეთდა ჯალათი არის ყველაზე სამარცხვინო პროფესია რაც კი შეიძლება არსებობდეს ხო მას არ ესაუბრებიან ან საერთოდ უხილაობა თუ არსებობს ჯალათი არის ეგეთი ხო იმიტომ რომ ეს არის კაცებს კლავს ხო ადამიანს ანადგურებს ამიტომ ის არაფერში არ ეწერება იმიტომ ჯალათთან ერთად სადმე გამოჩენ არის ძალიან სამარცხვინო რამ ღირსების შემლახველი ეგრევე და დილით გამოდიან ეს ერთ-ერთი მაკაცი რომელსაც მიიყვანა დაჭრილი მეგობარი უკვე თენდება პარიზში არიან და ხალხი იწყებს გამოსვლას ნელა როდესაც გროვდება ხალხი ეს ჯალათი და ორი ძმაკაცი დგანან მის წინ და ეს ძმაკაცი ერთ-ერთი რომელსაც მიიყვანა დაჭრილი ხელს გაუწვის და ჩამოართმევს ჯალათს და ჯალათიც ჩამოართმევს და მეორე რომელიც დაჭრილი იყო და რომელსაც უმკურნალა ჯალათმა უცებ შეატყობს ხალხის დასწრებულობას ის უკვე მიხვდება რომ ის უკვე მზერის ქვეშ იმყოფება და ამას არ გააკეთებს ვერ დაძლევს და ჯალათს ხელს ვერ ჩამოართმევს და ეს არის ძალიან საინტერესო ხო ის ჯალათს ჩამოართმევდა ხელს ეს რომ არავის არ დაენახა მაგრამ ვერასდროს ვერ იკადრებდა სხვა ადამიანის დასწრებულობის დროს ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი რამ რომ ღირსებას მეორე ადამიანისას ის აღიარებს თუ არავინ ამას არ დაინახავს მაგრამ საჯაროდ ის ამ ღირსებას ვერ აღიარებს მაგალითად ისევ მე შეიძლება ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდეს რომელიმე როსკიპთან და ვიყოთ მეგობრები მაგრამ გამოვიდე და ამ როსკიპთან ერთად წავიდე და ბარში დავждე ეს უკვე ჩემთვის იქნება უცნაური საქციელი ხო მე ვთვლი რომ ამის გაკეთება არ შეიძლება ეს ვდებით ხო ჯერჯერობით ამ ეტაპამდე რაც ხდება ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის მიერ ადამიანის ღირსების აღიარებაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის საჯაროობის ელემენტიც რომ ეს ღირსების აღიარება უნდა დაფიქსირდეს საჯაროდ ეხლა როდესაც ამ ღირსებაზე ვსაუბრობ თითქოს რაღაც არ გამოდის მაინც იმიტომ რომ რაც თქვი ძალიან მარტივი გასაგები არის თქვენ დასრული ადამიანები ხართ უკვე გაგიგიათ აქამდე რომ ყველა ადამიანს ღირსება გააჩნია და ამიტომ შეიძლება უცნაურად შეხედეს რომ როგორ შეიძლება მაგალითად წარმოვიდგინო რომ ადამიანს ღირსება არ გააჩნია მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენ თვითონ ხშირად მონაწილეობთ ხოლმე ესეთ ღირსება ამყრელ საქციელებში ხო ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ქუჩაში დახმარების მთხოვე ადამიანები ხო ისინი არიან ჩვენს გარშემო და ისინი მოგზდებენ ხანდახან გველაპარაკებიან ხო არ გინდა გიმკითხაო ხო არ გინდა რაღაცა ფული მომეცი კომუნიკაციაში შემოდიან და შენ აგრძელებ გზას და ესაუბრები შენს მეგობარს და მას ისევ არ განიხილავს საერთოდ შენ ვერ ამჩნევ რომ ვიღაცა ამ დროს შენს გვერდზე ლაპარაკობს ზუსტად იგივენაირად როგორც ვერ ამჩნევ იმ მოსამსახურეს რომელიც შენს მაგერად თეფშებს ცვლის მაგალითად ხო ან ჩვენ მონაწილეობთ ეს არ არის მარტო ცუდი ადამიანების პრეროგატივა არ დაინახოს სხვა ადამიანები ამას ვაკეთებ ჩვენ ძალიან ხშირად ეხლა როგორ უნდა დაიძლიოს ეს იმისთვის რომ გავარკვიოთ როგორ დაუბრუნოთ ადამიანის ღირსება უნდა დავფიქრდეთ იმაზე რას ნიშნავს ეს ღირსებების კავშირი და კომუნიკაცია და აქსელ ჰონეტი ვინაიდან ჰეგელს ეყნობა საუბარი არის ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე ძირეულ მოთხოვნაზე აღიარებაზე და ნახეთ როგორ რაღაცებს ადამიანი ჩვენ ყველანი ვისწრაფვით აღიარებისაკენ ну რის აღიარებისკენ ჩემი საკუთარი ღირსების აღიარებისაკენ მე მინდა და ნებისმიერ ადამიანს უნდა რომ თქვენ ანუ სხვამ აღიაროს ჩემი ღირსება ეს არის ჩემი ამოცანა და ჰეგელთან ეს მიმართება არის ძალიან საინტერესოდ განხილული როდესაც ორი სუბიექტი ერთმანეთს ხვდება და ორივეს უნდა რომ მეორემ აღიაროს მისი ღირსება იწყება ბრძოლა სამკვდრო სასიცოცხლო და ამ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში სიცოცხლე არის დადებული ფასი ამ ბრძოლის არის სიცოცხლე ანუ მე იმდენად მინდა აღიარება მოვიპოვო თქვენი იმდენად მინდა რომ თქვენ გინდოდეთ მე ან გინდოდეთ
რაც მე მინდა, რომ მე მზად ვარ ამისთვის მოვკვდე. და ამ ბრძოლაში გამოსავალი არის რამდენიმე, ხო? ანუ ერთ შემთხვევაში ორივე მკვდება, აღიარება არ შედგება, ერთ შემთხვევაში ერთ-ერთი მარცხ ხდება, მეორე იგებს, ის ხდება ბატონი და ვინც დამარცხებული არის, ის ხდება მსახური. და მსახური აღიარებს ბატონის ღირსებას და ბატონი არ აღიარებს მას როგორც ღირსების მქონე ადამიანს. ხო? იმიტომ რომ ეს არის ასიმეტრიული აღიარება, მარტო სამხრივი ყმა აღიარებს, მაგრამ მე არ ვაღიარებ მას. ხო, ანუ მე მოვიგე. ძალიან კარგად გამოიყენეს ეს მიმართება მემარცხენე, თქვათ მარქსი იყენებს ამას, როდესაც თარგმნის ამ ბრძოლას, თქვათ კლასების ბრძოლაზე და შემდეგ უკვე მემარცხენე მარქსისტმა ფილოსოფოსებმა იმისთვის რომ ზუსტად აღეწერათ ის მიმართება, რაც ხორციელდება კლასებს შორის და მართლაც რო შეხედოთ, შეიძლება ესე წარმოიდგინოთ, ხო? ანუ კლასი, რომელმაც გაიმარჯვა, ის არის აღიარებული, ის არის ის, ვინც ჩანს და მეორე კლასი, რომელიც არის, თქვათ, მუშათა კლასი, ის მაქსიმალურად განდევნილი არის ხილვადობიდან, ის აკეთებს რაღაცებს ჩვენს მაგივრად და მე მდიდრდები მაგალითად, ხო? ბატონს აქვს აღიარება, აქვს პრესტიჟი და მას არაფერი არ გააჩნია. ცოტა ხნის შემდეგ ესეთი სიტუაცია ხდება, ბატონი წდება ნელ-ნელა ბუნებას და ყმას აქვს ბუნებასთან ურთიერთობა, ის გარდაქმნის ბუნებას და ის ხდება მისი ძალა ნელ-ნელა იზრდება. ხო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მას უფრო მეტი ძალა უფლება შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ბატონს, რომელსაც უკვე არანაირი ბმა არ აქვს რეალობასთან და მიუხედავად ყველაფრისა, ეს აღიარება, რაც ბატონს გააჩნია, ხდება ფუჭი, იმიტომ რომ თქვენთან რომ დაფიქრდეთ, ჩვენ არ გვინდა აღიარება ყმისაგან, ჩვენ გვჭირდება თანასწორი ტიპისგან აღიარება. და აქ არის ძალიან საინტერესო რომ განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობა. მაგალითად, სოციალურზე გადმოვიტანოთ, თქვენ შეიძლება დაწეროთ ძალიან კარგი ნაშრომი უნივერსიტეტში და თქვენ შეგაქოს თანაკურსელმა და გითხრათ, რომ აი ძალიან კარგი ნაშრომი არის, მართლა ყოჩახ, ღირსეული ნაშრომი არის. მაგრამ თქვენ ამით ვერ კმაყოფილდებით, იმიტომ რომ თქვენ გინდათ რომ ეს ნაშრომი შეფასდეს იმისგან, ვინც ერკვევა ამ საკითხში კარგად, ან თქვენნაირად, ან თქვენზე უფრო მეტად, ხო? მაგალითად, ლექტორი როდესაც შეგაქებთ, თქვენთვის ეს აღიარება უფრო ძვირფასი არის, ხო? იმიტომ რომ თქვენ ვიღაცამ შეგაქოთ, ვისი კომპეტენციაც უფრო მეტი არის, ის თქვენზე მეტი იყო, არის. ან თქვენ გინდათ ესე იგი აღიარება თანასწორისგან, ან გინდათ უფრო მეტისგან. როგორც კი თქვენ გაიმარჯვეთ ვიღაცაზე და ის ხდება ყმა, დროთა განმავლობაში თქვენ ვეღარ კმაყოფილდებით იმ ყმის ყმობით, ან იმ ყმის აღიარებით, იმიტომ რომ როდესაც თქვენ შეხვედით ერთმანეთთან კონფლიქტში, ორივენი იყავით თანასწორები და ეხლა თანასწორები აღარ ახართ. ეხლა ეს გათანასწორებაზე როცა საუბრობთ, იდეაში ყველაზე კარგი შემთხვევა აღიარების იქნებოდა არა ასიმეტრიული აღიარება, არამედ სიმეტრიული აღიარება. ამ შემთხვევაში მე და თქვენ ერთმანეთს განვიხილავთ როგორც სუბიექტებს, მე არ განვიხილავ თქვენ თავს როგორც ჩემს მიმართ დაქვემდებარებულ არსებებს, თქვენც არ განვიხილავთ მე ასეთად და ჩვენ ერთმანეთს ვაღიარებთ საწინააღმდეგო მიმართულებით, ან თქვათ ვაღიარებთ ერთმანეთს, ხო? ეს არის ყველაზე კარგი რაც შეიძლება მოხდეს და ამის კარგი მაგალითი არის ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაური. და გავიხსენოთ ცოტა რა ხდება ალუდა ქეთელაურში, წაკითხული გაქვთ. რა თქმა უნდა, აბა რა. ალუდა ქეთელაური ეს ძალიან მაგარი კაცი. ხო, ესევე იწყება ჯერ ომი არ წაუგია, ხო? ანუ მისი ღირსების აღწერით იწყება, რომ ის არის თემში ყველაზე მაგარი კაცი. და როდესაც ცხვრები თუ ის ძროხები თუ რა ნახირი მოიპარეს, რა თქმა უნდა, აბა ალუდა გვიშველე, ჩდება ალუდა ცხენზე, მიდის და დაეწევა, იმათ ვისაც დაეწევა, პირველს ეგრევე მოკლავს და მუცალთან არის ურთიერთსროლები გაიმართა. თან ურთიერთშელაპარაკებაც გაიმართა სერიოზული, თუ გახსოვთ, ერთმანეთს აგინებენ, ხო, რაღაც ჯულძაღლო მოგხვდა და არა არ მოგხვდა და ჯულძაღლო იქით და აგინებენ ერთმანეთს, არეპუებიან, ის მუცალი არ უნდა არ მესროლოთ, თუ შეიძლება წავალ მოგცემ ამ ძროხებს არ მომკლა, არც ალუდა ეუბნება, რომ რა კარგად ისვრი, მაშინ მე წავალ ცოტა და ბიჭებს მოვიყვან. ან ორივენი ერთ-ერთზე დგანან, ერთმანეთს ებრძვიან და ეს ბრძოლა არის ძალიან კარგი. როდესაც ალუდა დაჭრის მუცალს და დაადგება თავზე, ის მუცალი იბრძვის, სიკვდილის დროსაც იბრძვის, ან ბალახს გლეჯს, მიწას ებღაუჭება
და აგძელებს ალუდას გინებას, ეუბნება რომ რა გინდოდა რა ჩემი ძმა მომკალი მე მომკალიო ვინახარ საერთოდო ლანძღავს და სუსუ ბოლო მომენტში თოფს აძლევს თუ გახსოვთ ეს სცენა და ეუბნება რომ შენნაირ კაცო უნდა კონდესო ეს იარაღიო ჩემიო სხვას ვარ მისცეო რა შენო კარგი კაცი ხარ და ალუდა იღებს და უბრუნებს ამ თოფს როცა მუცალი გარდაიცვლება ადებს და ამბობს რომ ჩვენ შევხვდებით სადაც შევხვდებით და ხელს არ აჭრის და აი ზუსტად ამ რაც ვისაუბრეთ იმის აღწერა არის ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის როდესაც ალუდა უკან ბრუნდება ის ერთი ხელი წამოღებული აქვს ანუ პირველივე გასროლით ვინც მოკლა მუცალის ძმა იმას ხელს აჭრის ხშირად ალუდა კეთილოს ინტერპრეტაცია მიდის ხოლმე იქით რომ აი ალუდამ ახალი კოდი აღმოაჩინა რომ აი ხელის მოჭრა არ შეიძლება არა ალუდამ ამ შემთხვევაში არ მოაჭრა მხოლოდ ხელი თორე ეს რომ მოკდა წავიდა და იმას მოაჭრა ხელი ამას არ მოაჭრა მხოლოდ და ამაზე არის საუბარი ალუდასთან რაც ხდება არის ურთიერთაღიარება მუცალი აღიარებს ალუდას როგორც ვაჟკაცს კარგ კაცს ან თავისნაირ სუბიექტს და ალუდაც მუცალს აღიარებს როგორც სუბიექტს და ტოვებენ ერთმანეთს თავის სუბიექტურობაში ხო ანუ ვერ განანადგურეს ერთმანეთი და ეს აღაქვთოვანებს მათ ხო ანუ შედგა ურთიერთაღიარება და მე რასაც აკეთებს ალუდა არის ზუსტად ის რომ ის ცდილობს საჯაროდ ეს თავისი აღიარება მუცალის კაი კაცობა გაიტანოს ბოლომდე ისევ და ისევ ალუდა კეთილოს ბევრი ვარიანტი აქვს და დაბრუნდეს ხელი მოაჭრას ან ბოდიში მოიხადოს და თქვას რომ კაი მუცალი მოკალი და მეორჯერ მოაჭრი ისევ ხელს მაგრამ ის ამას არ აკეთებს იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი არის რომ მუცალი როგორც აღიარებული სუბიექტი გაიტანოს ბოლომდე საჯაროობაში ანუ იქ თქვას სადაც ეს აზრი მიუღებელი არის რომ ეს არის კაცი იყო და მე ესე ვფიქრობ რომ ის იყო სუბიექტი და დაახლოებით ის რომ პირველმა ძმაკაცმა ხელი რო ჩამოართვა ჯალათს საჯაროდ დააფიქსირა თავისი აღიარება ჯალათის რომ ის არის სუბიექტი და მან კარგი რაღაც გაუკეთა მის მაგაც ან გაიტანა ბოლომდე ეს თანასწორ აღიარებას აჩვენა სად ხედავთ ხოლმე ჩვენ ესეთ მიმართებებს ბრძოლისა და ნუ კარგი არ არის აუცილებელი რომ ვიღაცა მოიპაროს ჩვენი მანქანა და ვსდიოთ მერე და მოვკლათ და ვთქვათ რომ აი რა კაი კაცი იყავი და რული დავადოთ გულზე და ვთქვათ რომ აი ხელს აღარ მოგაჭრი ხო ეს არ არის მთავარი ჩვენ ესეთ ბრძოლებში შევდივართ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ოჯახის სიტუაცია ხო სადაც შვილი არის თავიდან დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ის ხდება სუბიექტი გარკვეული პერიოდის შემდეგ თინეიჯერობა რო წარმოიდგინოთ და მთელი თინეიჯერობის პრობლემა რა თქმა უნდა მრავალხრივ შეიძლება განვიხილოთ მაგრამ არის ის რომ მე სუბიექტმა ვთქვა რომ კი თქვენ ხართ ჩემი მშობლები თქვენ გაგაჩნიათ თქვენი ცოდნა თქვენ ხართ სუბიექტები ძლიერი ღირსების მატარებელი სუბიექტები მაგრამ მეც მაქვს ჩემი თავისუფლება დამოუკიდებლობა და მე ხა ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ ისე როგორც მე ვთვლი რომ უნდა გავაკეთო და ჯახი რაც ხშირად არის ხოლმე თინეიჯერობის დროს არის ის რომ აღიარებული სუბიექტი მამა ან დედა ვერთმობს თავის აღიარებას და მას უნდა რომ შვილი დარჩეს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. ამიტომ ის ცდილობს მაქსიმალურად სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა თუ არ არის სერიოზული ბრძოლა არის იმისთვის რომ ბავშვი დარჩეს ბავშვად. რა თქმა უნდა იდეალური აქედანაც იქნება ერთი ვარიანტი ამ ბრძოლიდანაც შეიძლება იყოს რომ ბავშვი აგრძელებს მთელი ცხოვრება ბავშვად ყოფნას და ესეთი მაგალითებიც გვაქვს. ხო, ალო დე მე მაგალითად. ან თქვათ 40 წლის ადამიანები 80 წლის ადამიანები რომ დედა და რამ იქნა და ასე შემდეგ ხო ნუ როდესაც მთლიანად ეს დაქვემდებარება ნარჩუნდება და მშობლები კმაყოფილები არიან თავისი სტატუსით აღიარებულები რომ არიან და ისინი კმაყოფილები არიან რომ შვილი მათ უჯერებს სიკვდილის ბოლომდე მეორე ვარიანტი იქნება როდესაც შენ უბრალოდ მოდიხარ ოჯახიდან ეს იქნება განადგურება აღიარება აღარ შედგება მე უბრალოდ ვამბობ მე გავდივარ ამ ურთიერთობიდან საერთოდ არ გნახავთ და ამ შემთხვევაში აღიარება აღარ იქნება, იმიტომ რომ მამა რჩება უშვილოდ, ის კარგავს მამობას, როგორც გლეხის ან სახურის გარეშე დარჩენილი ბატონი კარგავს თავის ბატონობას, იმიტომ რომ აღარავინ აღარ არის, ვინც მას აღიარებს. ხო? მე თუ წამოვედი ოჯახიდან, მე ვერავინ ვერ მაღიარებს, ან ჩემი შვილი თუ წავიდა ოჯახიდან, მე მამად ვეღარავინ ვეღარ მაღიარებს. ამიტომ რჩები ესე ცარიელი, ხო? ანუ აბსოლუტურად არანაირი მიმართება, ყოველგვარი მიმართების გარეშე. და მესამე შეიძლება განვიხილოთ, კარგი ვარიანტი, ეს შეფასება სუბიექტურია, მაგრამ მე მომწონს, როდესაც მამა აღიარებს ან დედა აღიარებს ბავშვს სუბიექტად, დამოუკიდებელ არსებად და ისიც აღიარებს მშობლებს სუბიექტებად, დამოუკიდებელ არსებებად და ისინი განაგზობენ თანაცხოვრობას თანასწორობის პრინციპზე უკვე.
მე ჩემსაც ვიტყვი, შენ შესაც ვიტყვი, გადავწყვიტოთ ერთად ან ცალ-ცალკე, მოკლედ თანამშრომლობა შედგა უკვე სუბიექტებს შორის. იგივე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აბსოლუტურად ნებისმიერ მიმართებაში. მაგალითად, უფროსი დასაქმებული დამსაქმებელი, ხო? როცა დასაქმებულს შეუძლია უთხრას, რომ მე ნუ მეკცევი მსახურივით, მე მაქვს ჩემი ღირსება და ღირსების შესაბამისად მომეფხარი მაგალითად, ხო? იქაც ჯახი არის, ბატონს ან უფროსს არ უნდა რომ აღიაროს ეს როგორც წარმატებული ადამიანი და ოფისში მიმდინარე კონფლიქტები რო წარმოიდგინოთ, ხო? რაც ზუსტად არასაკმარისი პატივისცემა გამოხატა მაგალითად ჩემს მიმართ, ჩემმა დასაქმებულმა და ეს ცუდია. ნუ იმით გამოხატა მაგალითად, რომ თათბირზე თქვა რომ თქვენ ცდებით. ხო? და ეს არ უნდა ეკნა, იმიტომ რომ მე ვარ უფროსი და მე სხვა სტატუსი მაქვს. ის დაარღვია სუბორდინაცია მაგალითად. საინტერესო არის სასიყვარულო ურთიერთობა მაგალითად. სასიყვარულო თქვი ახლა. ვალთ ვერ თქვი წესიერად. ქონიათ სასიყვარულო ურთიერთობა. აი, კარგი. კიდე ხო. გამოთქმით სასიყვარულო ურთიერთობა არის მსგავსი ბრძოლა, ან თუ გადათარგმნით ამასაც ბრძოლაზე, რა არის, ხო? მაგალითად ჩემ პირადი ვარ მოყვეთ ein ტიპის მაგალითი, ბრედ პიტის მაგალითი მოყვეთ, ისეთია, მარტივი არის. ბრედ პიტი სასიყვარულო ურთიერთობაში. აი რატო არის სასაცილო? ბრედ პიტის კარგი კინო დოკუმენტური ფილმის ეს არის სათაური. ბრედ პიტის სასიყვარულო ურთიერთობაში. და მაგალითად ბრედ პიტი ჩამოდის თბილისში. და ნუ ის არის მარტოხელა კაცი და არის მაგრამ ბრედ პიტი არის რა, ანუ ოღონდ არ აყავს ცოლი. აი სახეზე ხოდებით აეროპორტში ბრედ და ის მიდის, შედის ბარში სადმე. და ის ჩამოჯდება და მოვიწყინე რაღაც ამბობს. და ეგრევე გარშემო არ ვიცი მე რა თქმა უნდა ვამეტებ ეს დადასტურებული ფაქტი არ არის არ მომხდარა მაგრამ ესე წარმომიდგენია რომ გარშემო ბევრი მომღიმარე გოგო ბიჭი ყველა ანუ ვინც კი და ბრედ და დიდი ალბათობით ძალიან ბევრი თანახმა იქნებოდა რომ იმავე დღეს ბრედ პიტთან ერთად გაქცეულიყო საქორწინო მოგზაურობაში სადღაც ხო ანუ ეგრევე ცოლად გაყვება ბრედ პიტს ხო ანუ მე უნდა ვიჩალიჩო რომ ვიღაცა ცოლად გამოყვეს და ბრედ პიტს ეგრევე ვიღაცა ცოლად მიყვება უსამართლო არის სამყარო ნამდვილად შოუ ბიზნესის თავის პლუსები აქვს და ანუ ხო მაგრამ ხო დამეთანხმებით ალბათ რომ ესე იქნება რა რომ ბრედ პიტი ბევრად უფრო მარტივად გაიმარჯვებს სუბიექტებზე ვიდრე მე ამას გავაკეთებდი ანუ მე უნდა ვირბინო კინოში პოპკორნი ყვავილები აბა რაღაცა ხო არის მოვაწონო თავი დავამტკიცო რომ მეც ღირსეული სუბიექტი ვარ ღირსება გამაჩნია კაი ტიპი ვარ იმას უკვე ეს ყველაფერი დამტკიცებული აქვს ამიტომ დიდი ალბათობით ბრედ პიტი საქართველოში ძალიან მოიწყენდა ხო იმიტომ რომ ბარში რო შედიხარ და უკვე ყველაფერი დალაგებული არის ანუ შენ უკვე გამარჯვებული ხარ სანამ შენ ბრძოლას დაიწყებ და სასიყვარულო ურთიერთობა არის ერთგვარი ბრძოლა თუ თარგმნით ასე ანუ მე მინდა სასიყვარულო ურთიერთობაში რომ სხვას ვუნდოდე ჩვენიერი სიმღერას მინდა რომ გინდოდე ის არის სახე არის ხო მგონი მინდა რომ გინდოდეს აი ეს არიცით ეს სიმღერა ხო ანუ ეს ცოტა უფრო გვიანი იყო ვიდრე თქვენ დაიბადებოდით ალბათ მაგრამ ბატონო ბავშვობა ხო თქვენი ბავშვობა ჩემი ახალგაზრდობა რაც და ანუ ამაზეა საუბარი ნახეთ მე არ მინდა რომ მაგალითად მე საჭმელი მინდა მე მაქვს სურვილი და მე მინდა საჭმელი საჭმელს არაფერი სურვილი არ გააჩნია ის უნდა იქნას განადგურებული რომ მე ჩემი სურვილი დავიკმაყოფილო მე ჩემი სიცარიელი დავიკმაყოფილო როდესაც მე მივემართები სხვას სუბიექტს ამ შემთხვევაში ვინაიდან მასაც გააჩნია სურვილები ჩემი ამოცანა არის რომ მისი სურვილი მოვაქციო ჩემსკენ ანუ ჩემზე მოვმართო მისი სურვილი საჭმელს მე არ ვეკითხები მას უნდა თუ არა რომ ჩემს მიერ იქნეს შეჭმული და სუბიექტის შემთხვევაში ამოცანა დგას კონკრეტული რომ მე უნდა მოვატრიალო თქვენი სურვილი ჩემი მიმართულებით. ანუ მე მსურს თქვენი სურვილი დავიპყრო. თქვენც გსურთ რომ ჩემი სურვილი დაიპყროთ. თქვენ ეძებთ მტკიცებულებას რომ თქვენ დაიპყარით ჩემი სურვილი, ანუ რომ მე მომართული ვარ თქვენზე, მე ვეძებ მტკიცებულებებს რომ ეს შედგა და თქვენც თქვენი სურვილი მოატრიალეთ ჩემსკენ. ხო, ანუ მივმართეთ ერთმანეთს. ბრედ პიტის შემთხვევაში არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, უკვე ყველაფერი გამარჯვებული აქვს. ამიტომ, როდესაც ჩვენ აღიარებაზე ვსაუბრობთ, ბრედ პიტი იმთავითვე არის აღიარებული და ყველა დანარჩენი არის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. ერთი ადამიანის გარდა. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბრედ პიტმა რო გადაშალა თავის დროზე ჟურნალი და წაიკითხა ყველაზე სექსუალური 3 ქალი და პირველ ადგილზე იყო ანჯელინა ჯოლი.
მე გადაშალა მეორე ჟურნალი, მე ტელევიზორი ჩართო და აღმოაჩინა რომ სამყაროში არის ერთი ადამიანი, რომელიც არის ტოპი და მე კაცების ჟურნალი რო გადაშალა, პირიქით, ქალების ჟურნალი რო გადაშალა, იქ რო ბრედ პიტი პირველ ადგილზე არის. ამიტომ მე როგორც პირველს მინდა პირველი. ხო? ანუ მისი ამოცანა ლოგიკურად გახდა ანჯელინა ჯოლისთან ერთად ყოფნა და აგრეთვე პირიქით, ხო? რატომაც მე დაქორწინდნენ არის რომ იმანაც რო გადაშალა ჟურნალები თქვა რომ ვინ არის დღეს ყველაზე მაგარი, ვინ ვერ დამარცხდება ეგრევე. ვისთან ვიქნები მე თანასწორ ურთიერთობაში და ეს იყო ბრედ პიტი. და ისინი დაქორწინდნენ, რა ძალიან ლოგიკური არის. ახლა რა თქმა უნდა ეს ამბავი რო გაიგონ და მე იმედი მაქვს რომ არ გაიგებენ, ძალიან შეურაცხყოფელი იქნება ალბათ, ხო? ეს რო აღწეროს იმამ ჩემი სასწავლო ისა ისტორია არ მესიამოვნება, მაგრამ ესეც შეგვიძლია აღწერო. ანუ მათ ისინი ეძებდნენ თანასწორს და იპოვეს თანასწორი და შემდეგ უკვე გაიმარჯვეს, ხო? ნებისმიერ სასწავლო ურთიერთობაში ჩვენ რაც შეგვეხება, დაახლოებით იგივეს ვცდილობთ. მე არ მჭირდება ადამიანი, თქვენ ახლა თქვათ მანდილოსნები რო წარმოიდგინოთ, ხშირად მესმის ხოლმე, ან ბიჭებისგან რო წარმოიდგინოთ. ნახეთ, ჩვენ შევდივართ სასწავლო ურთიერთობაში თანასწორად და კაი ტიპი ვარ რა. დაახლოებით 6 თვის მერე, როდესაც მე ვცდილობ თქვენი ნება ჩემსკენ მოვატრიალო, მე ვნადგურდები ნელ-ნელა ესეთი სცენარი რო წარმოიდგინოთ და თქვენ იძენთ უფრო მეტ ღირსებას, ხო? და მე გადავიქცევით მაგაცები რო გეუბნები რომ კარგი ბიჭო რას დასდევ ან რამდენი ჩაათხლი შეუკვე დაანებე თავი ხო ანუ არაფერი არ გამომდის მე ხდები მონა და ის რომ მეუბნება რომ აი მიდი რა ყავა გამიკეთე მე მივდივარ და ყავას ვაკეთებ ხო ესეთი სიტუაციაც ალბათ წარმოგიდგენიათ დაახლოებით და ეს უკვე ხდება მონა და ძალიან ლოგიკური არის რომ შემდეგ ის მანდილოსანი პირობითად კაცსაც შეიძლება ანუ იგივე მიმართება ქონდეს რა თქმა უნდა ის უკვე ვეღარ კმაყოფილდება ამ მონით ანუ ხო, ხო და არ ვიცი, აი შვენიერი განსახილველი საკითხი არის. ვის მაგალითზე? ვის მაგალითზე? ხო, აი ეს არის ხო, შეყარებულების ხო. ხო, აი ნახეთ, აი თქვა სასწავლო ურთიერთობა რომელიც იწყება იმით რომ კაცი ეფინება წავალ დრაკონს მოკლავ ხო რაღაცა ქაჯებს დავხოცავ ყველას ვეფხვებს ვეჭიდავები რაღაცებს გავაკეთებ და ის ქალი ხო არ ვიცი ნახოთ თუ ამას იზამ ხო მე მოვიფიქროთ კიდე და შენ გიჟივით მართლა ამას აკეთებ ყველა ვეფხვები შეჭამე რაღაცები გააკეთე და ბრუნდები და ის ხდება შენი ცოლი მე აი ამ გამარჯვებული სიტუაციიდან როგორ განვითარდება ცოლქრობა არის ისევ ბრძოლის გაგრძელება სინამდვილეში რაც თქვენ თქვით ძალიან მართებული არის მაგალითად რა სიტუაციაც არის საქართველოში ოჯახებში ხშირად ქალთა ძალადობის წინააღმდეგ რო იყო აქციები და როცა ვაკვირდებით რომ ჩვენ მეწილად მოძალადე საზოგადოება და ვიზზე ვძალადობ და ქალები არიან ერთ-ერთი ტარგეტი ხო ამ ძალადობის ეს სიტუაცია ვლინდება და ძალიან უცნაურად ლოგიკურიც არის ეს, რომ ადამიანი რომელიც თავის თავს აღიქოს მონად და თავის თავს აღიქოს მსახურად, თუმცა არა პირდაპირ გაგებ შეურაცხყოფელად არ ვამბობ იმ ტერმინოლოგიიდან გამომდინარე, რაც ვისაუბრეთ, ხო? როდესაც მე ჩემ თავს ასიმეტრიულად განვიხილავ სხვასთან მიმართებაში და მე ვაღიარებ სხვის ბატონობას ჩემზე და ლოგიკურად ვაღიარებ ჩემს მსახურობას მის მიმართ, მე ვხდები მსახური, მართლა მსახური და აღარ არის გასაკვირი რომ ბატონი მეკცევა როგორც მსახური. თავიდან ეს ცნობილი ფრაზა რომ მე იცით რა კარგი გოგო ვიყავი ეს ამის აღწერი არის ხო ანუ თავიდან ყველანი ზოგი მღერო და ზოგი ცეკოთ მაგრამ რაღაცა მომენტის შემდეგ კაცთა ძალადობა ანუ ძალა იმარჯვებს და ეს დაქვემდებარება ყალიბდება როგორც არის შემდეგ რაც ხშირად არის ხოლმე კონფლიქტის საბაბი არის რომ როდესაც რამოდენიმე წლის შემდეგ ქალი ამბობს რომ მე ეს არ არის ჩემი არსი როგორც ეს დიალექტიკა ხო მე კი ეხა აღმოჩნდა დაქვემდებარე ეხა კი ვარ მსახურის პოზიციაში მაგრამ აღარ მინდა იხსენებს თავის ღირსებას და ამბობს რომ მე შემიძლია დავსაქმდე მაგალითად და აღარ ვიყო შენზე დამოკიდებული და ის აგრესიული რეაქცია რაც მოყვება ქმრის მხრიდან არის ზუსტად ბრძოლა ამ სტატუსის შენარჩუნებისთვის იმიტომ რომ შენ აცნობიერებ რომ მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდი იმაზე რომ შენ მსახური გამეკეთებინე და უცებ შენ ისევ იჩენს შენ საკუთარ ნებას და ეს მე არ მინდა იმიტომ რომ მე კმაყოფილი ვარ რომ მე მყავს მსახური სახლში და არა ის რომ მყავს თანასწორი სუბიექტი პოზიციაში ის უკვე ახალ თანაწორს ეთქვა იდეაში
შემთხვევაში ეს არის პრობლემის საფუძველი, ვის უნდა აღარ არის ფიქსებული. ხო. თანასწორი ფიქსებული ის ახალს ეძებს საყვარელი, ხო. ეს უნდა ყოველთვის ეთი. კი, საყვარელი არის ეგ, ხო? ანუ რატომაც საყვარელს რატო ეძებს მე ყველა შენ თვითონ შექმენი სუბიექტისგან, ღირსეული არსებისგან ნაკლებად ღირსეული არსება, რომელიც მე შენ აღარ გაკმაყოფილებს. იმიტომ რომ შენ მონა არასდროს არ გიყვარდა, შენ ყოველთვის გიყვარდა თანასწორი. და მე უკვე იწყებს სხვა თანასწორების ძებნას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ შენი პოზიცია არის, რომ შენ ყველა უნდა გაანადგურო და მისი ღირსება დააკმინო, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სასიყვარულო სიტუაცია დამთავრდება, როგორც კი მის ნებას გატეხ, იმასაც გაანადგურებ მე. ამიტომ გამოსავალი ის, რომ მე საყვარელი მეყოლება, ამ შემთხვევაში არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ პრინციპი სუბიექტისთვის არის მონების ყოლა და არა თანასწორებთან ურთიერთობა, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში შენ შენი ცოლისგან მონას არ გააკეთებდი რა, ანუ არ შექმნდი მას. იგივე შეიძლება კაცებზეც წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა, ხო? არის მაგალითად მშვენიერი მოთხრობა ჰემინგუეის, ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება, ესე ქვია. იქ პირიქით არის, რა, იქ არის მილიონერი კაცი, რომელიც წიგნის დასაწყისშივე ჩვენ ხედავთ, რომ ქალს ყავს საყვარელი, მისი თანდასწრე, აი, ქმარი ყავს გვერდით და გვერდზე ყავს საყვარელი და ეს კაცი არის განადგურებული აბსოლუტურად. სანამ რაღაც არ მოხდება, არ გაგიფუჭებთ ახლა წაკითხვის სიამოვნებას, ძალიან მაგარი რაღაც არის. მეორე ჯაყოს ხიზნები რო წარმოიდგინოთ. თეიმურაზი არ ყოფილა თავიდანვე ის რაც იყო მერე ბოლოს. ხო, თეიმურაზი გახდა ისეთი როგორიც გახდა. საბოლოო ჯამში. ხო, ის უკვე დაკნინდა იმ ურთიერთობაში რა ურთიერთობაც იყო. ნუ სამყარო შეეცვალა თეიმურაზს და მის ბრალი არის, რა თქმა უნდა, ცალკე განსახილველი საკითხი, მაგრამ ჯაყოს ხიზნებში პირიქით არის, მარგო ინარჩუნებს მებრძოლ სულს და ის არის სუბიექტი და თეიმურაზს ჩვენ ვეღარ აღვიქვავთ აბსოლუტურად კაცად, სუბიექტად, ღირსების მქონე ადამიანად. ანუ ჩვენ არც გვიყვარს თეიმურაზი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეგვეცოდოს რაღაც სიტუაციაში, მაგრამ ხედავთ, რომ მას ღირსება არ გააჩნია, ხო, რაღაც ესე უყურებთ. გვეცოდება, მაგრამ რას ისა, მისი ბრალი არის. სიყვარული ტყუილა არ ვახსენეთ, იმიტომ რომ სიყვარული არის ერთ-ერთი პირდაპირი მაგალითი იმის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, იმიტომ რომ წესი და რიგით სიყვარული ზუსტადაც არის, რაზეც ახლა ამდენი ხანი საუბრობდით, ხო? თანასწორთა ურთიერთობა, წესი და რიგით. რას ვაკეთებთ, როდესაც ჩვენ გვინდა, როცა ჩვენ საუბრობთ მოქალაქეობაზე და რო გადმოვიტანოთ ის ყველაფერი აქეთ და სიყვარულით შევინარჩუნოთ, რაღაც ცოტა ისეთი რომანტიული ხედვა არის, მაგრამ შეიძლება საინტერესოც იყოს და ვიკამათოთ, ხო? რა შუაში არის ეს ყველაფერი მოქალაქეობასთან? როდესაც ჩვენ მიკრო სამყაროს განვიხილავდით, ხო, მე როცა რესტორანში ვარ და ვიღაცა ჩემს მაგივრად აკეთებს რაღაცას, ზუსტად იგივენაირად ჩვენ რო ეხა აქ ვართ, ჩვენს მაგივრად ვიღაცები რაღაცებს აკეთებენ. მაგალითად, ჩვენ რო შუქი გვაქვს, ეს გააკეთეს პირობითად თელასის თანამშრომლებმა. ჩვენ რო მატარებელს ჩავსხედით და სადღაც წავედით, ეს გააკეთეს მთელი ამ რკინიგზის კოლექტივმა, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ჩვენი მოგზაურობა, ხო? დანარჩენი სიტუაციები თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ ჩვენს გარშემო, როგორც მოქალაქეები, არსებობენ ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მაგივრად რაღაცებს აკეთებენ და ძალიან ხშირად ისინი არიან ზუსტად უხილავები, ხო? კარგი კონდუქტორი ან კარგი ძღოლი მატარებლის არის, რომელიც მე არ მაგზნობინებს, რომ მე ხა მატარებელში ვზივარ. ისე როგორც კარგი მიმტანი არის ის, რომელიც თეფშის გამოწვლის დროს არ მithლაშუნებს, ასე არ მიყრის ამ თეფშებს და მე არ ამომაგდებს ჩემი კომუნიკაციიდან სხვასთან, ხო? ამიტომ მე კმაყოფილდები იმით, რომ არ ვხედავ ადამიანებს და გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, ისე რომ ისინი არ შევამჩნიო არასდროს. ცოტა მემარცხენეობისკენ ალბათ რო გადავიდეთ, ეგ იქნება, ხო? ანუ ზუსტად იგივენაირად ის კაპიტალი რაც ჩვენთან გროვდება ეხა, ხო? ანუ თქვათ ის ფული, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ძალიან ბევრი ადამიანის შრომის ხაჯზე ხდება, ბევრად უფრო მძიმე შრომის, ვიდრე ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას ამ ადამიანებს, რომ გახდნენ ხილულები. პრობლემა რა არის? ორი რამ, ჩვენ როგორ უნდა გავხადოთ ხილული, მაგალითად რკინიგზის ადამიანების ყოფა და მეორე ვინ ხდის ხოლმე როგორც წესი ამ ყოფას ხილულს და მივიდივართ მედიასთან. მედია საშუალება არის ის ტიპი ზუსტად, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ეს არახილული სუბიექტები გახადოს ხილული. თუ ის ჩათვლის ამას საჭიროდ და ეს არის პრობლემა, რომ ხშირ შემთხვევაში მედია ამას არ თვლის საჭიროდ. მაგალითად, ზემოდან დავიწყოთ, პოლიციის მუშაკები, ხო? ანუ ისინი აკეთებენ, იცავენ წესრიგს, მე ამას არ ვამჩნევ, ვიღებ
ქუჩაში რო დავდივარ და მე ყაჩაღი არ მესხმება თავზე, ამას ვიღებ როგორც ჩვეულ მოვლენას, სინამდვილეში მე სანამ გავივლიდი, ვიღაცა კაცი დაიჭირა პოლიციამ და წაიყვანა, როგორც თებში გამომიცვალა ვიღაცა. მე არ ვამჩნევ პოლიციელს, თუ მედიამ არ გააჟღერა რა კარგ საქმეს აკეთებენ პოლიციელები არასდროს არ იქნებიან ხილულები. თუ მედიამ არ თქვა მეხანძრეები რა კარგ საქმეს აკეთებენ, მე საიდან გავიგებ მეხანძრეების მუშაობას, თუ უშუალოდ არ შემეხო ხანძარი მე. და თუ მედიამ არ გააჟღერა რა სიტუაციაში უწევთ მუშაობა მაღაროელებს ჭიათურის მაღაროში, მე ძალიან გამიჭირდება ეს ინფორმაცია მივიღო. მაგრამ აქ ორი მე უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. მე ყოფითი ადამიანი, რომელიც არ ვინტერესდები უბრალოდ, იმიტომ რომ ჩემი ყოფიდან გამომდინარე ან დრო არ რჩება, ან არ თulis საჭიროდ, მაგრამ ეს საჭიროებებიც ვიღაცამ დამილაგა თუ კი ანუ მე არ მეუბნება მედია რომ ეს მნიშვნელოვანია და მე არ ვთვლი ამას მნიშვნელოვანად. და მეორე მე რომელიც რატომღაც გადაწყვეტს რომ გახადოს ხილული ის პრობლემები რომლებიც მიმდინარეობს იმ ადგილებში სადაც რაც დღეს ჩემთვის უხილავი არის ხო და ძალიან ხშირად უკვე ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ნელ-ნელა ჩდება გარკვეული პროფესიები ხილული რომელსაც აქამდე არ ვამჩნევდით ხოლმე მაგალითად ეს რკინიგზელთა ბოლო რაც იყო აქციები ხო მე დამანახა ის პრობლემა რაც მე აქამდე არ ვიცოდი მაგალითად ხო ისევ და ისევ თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ მე ვარ ცუდი მოქალაქე ამის გამო, მაგრამ ესე პირდაპირ ამასაც ვერ იტყვით, იმიტომ რომ მე ჩემი დრო მაქვს, რომელსაც რაღაც საკითხებზე ვხარჯავ და მოქალაქეობ როგორც შემიძლია ამ მიმართულებით, მაგრამ გამომრჩა ბევრი სხვა რაღაცა, რომელსაც მიხედვა ჭირდება, რომელსაც მე ხარ ვამჩნევ. რისი გაკეთება შეიძლება ამ შემთხვევაში და საქართველოში ძალიან ცუდი თითის გაშვერები გვიყვარს ხოლმე ყოველთვის რაღაცა მიმართულებები. მოქალაქეობა ამ შემთხვევაში ნიშნავს დაინტერესებას რაღაც საკითხის მიმართ და ამოცანის დასახვას, რომ მე ეს საკითხი გავხადო ხილული უფრო მეტისთვის. ანუ საჯაროობაში გამოვიტანო საკითხი, რომელიც ეხლა არის არახილული. დაახლოებით ისე, როდესაც მე ჩემს მეგობრებს, ძალიან კარგი მაგალითი თუ გაიხსენებთ, მიმტანებსაც როგორ ელაპარაკებიან ადამიანები. შენობით ეგრევე მაგალითად, ხო? და გოგონი და მოიტა და უხეშად მირთმები, ანუ ძალიან თავისებურად აღიქვა. ზუსტად იგივენაირად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიღაცამ მოიხსენიოს მაღაროელები, როგორც აი ახლა მაღაროელები არიან. ხვდებით, იმიტომ რომ ჩემი ველიდან გასული არის და ამოცანა რა არის ამ შემთხვევაში თქვენი თუ ამ საკითხით დაინტერესდით, რომ მოიტანოთ მაღაროელის ღირსება ზუსტად იმ ადამიანის ღირსებამდე, რომელსაც მიაჩნია, რომ მაღაროელს ღირსება უფრო დაბალ დონეზე აქვს, ვიდრე მას გააჩნია. ანუ ზუსტად სწორად, მაგრამ როდესაც თქვენ გაიგებთ, რომ ვიღაცა მიმტანს ელაპარაკება შენობით, გააჩეროთ თქვენი მეგობარი და უთხრათ, რომ ადამიანია და თქვათ, შენ ხარ და ელაპარაკებოდი სხვა ადამიანს ესე, რატო ელაპარაკები ამას? ანუ აგრძნობინოთ, რომ მის წინაშე დგას არა რაღაცა ობიექტი, არამედ სუბიექტი, არამედ ადამიანი, ხო? ეს არის ამოცანა. თუ თქვენ გინდათ რომ ეს არასამართლიანი მოპყრობა ადამიანების ერთმანეთის მიმართ აღმოიფხვრას, ხო? ამას როგორ გავაკეთებთ? არის რამოდენიმე გზა, ხო? პირველი არის ზუსტად ხილვადობის გაზრდა, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ სახელმწიფოს მოთხოვოთ რომ დააფასოს რამენაირად ამ ადამიანების შრომა, სახელმწიფო შეუძლია, რაც მარტივი არის, რომ აი მეხანძრეებს პოლიციელებს და ადამიანებს რომლებიც ჩვენთვის რაღაც საკეთებენ, ძეგლი დაუდგას სადღაც გამოსაჩენ ადგილას და ჩვენ როგორც მოქალაქეები ყოველ ჯერზე გავიდეთ და გაგვახსენდება რომ ამ ქვეყანაში სამართალზე ზრუნავს ვიღაცა და ამ ვიღაცას დაფასება ჭირდება და ეს კარგია რომ ის ზრუნავს ამაზე, ხო, მაგალითად პოლიციელი ან მეხანძრე რომ არსებობს, ესეც კარგია. ამას აკეთებს სახელმწიფო. ჩვენ როგორც სუბიექტები, ისე და ისე მე ჩემ თავზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, არამედ ვსაუბრობ ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც დაინტერესდა რკინიგზელთა საკითხით და მე რამდენადაც ვიცი ამ საკითხში ნაკლებად ვარ ჩახედილი, მაგრამ მიაღწია იმას, რომ რკინიგზელთა პრობლემები გახადა იმდენად საჯარო, რომ მედია საშუალებამაც ვერაუარა ამას გზა და იძულებული იყო გაეშუქებინა. და ისევ გაშუქებას თუ დავაკვირდებით სიტყვას, გაშუქება ნიშნავს ხილულად გახდომა. ხო, ანუ შუქის მინათება ნიშნავს, რომ რაღაცა გახდა ხილული. თუ ჩვენ არ გავაშუქეთ, ის არასდროს ის ყოველთვის იქნება ისე იმ უხილავ, უჩინარ ველში, რაშიც ძალიან ბევრი სხვა პროფესია ეხა იმყოფება, ხო? ანუ ჩვენი მოქალაქეობრივი ერთ-ერთი ამოცანა თუ დავისახავთ ამას, რა თქმა უნდა, არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვაგზნობინოთ, რომ ჩვენს გარშემო არსებობენ ძალიან ბევრი ადამიანები. ეს არის ამოცანა. თუ ეს არის ამოცანა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ეს საერთოდ არ მიიტანოთ გულთან ახლოს. ეს როგორ ხართ? არა ხართ.
ვიცი. ან გადასარევი. კარგი. ეხლა რაც შეეხება ისევ რომ დაუბრუნდით მოქალაქეობის საკითხს, ჩვენ პასპორტი გვაქვს, აქედან დავიწყეთ, რომ ფორმალურად ჩვენ ვართ მოქალაქეები, შინაარსი რაც გულისხმობს და ხშირ შემთხვევაში როცა მოქალაქეობას საუბრობენ ხოლმე, განიხილავენ რაღაც დამატებით სამუშაოსაც, ხო? მაგალითად, მე ვარ სადღაც ვასწავლი და მე მაქვს თავისუფალი დრო იმისთვის, რომ კიდევ რაღაცას მოვახმარო ეს ჩემი თავისუფალი დრო. მაგალითად, ქვეყნის განვითარებას. ქვეყნის განვითარებას ვინ რა შეხედავს? ეს მისი არჩევანი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე უბრალოდ უბრუნდები იმ საკითხს, ისი გაკეთება შეიძლება. იმედის გმირები, რო წარმოიდგინოთ, არის ძალიან კარგი მაგალითი, ზუსტად იმის, რაზეც საუბრობდით, ხილულს ხდის ჩვენს გვერდით მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც უჩინარია, მაგრამ ძალიან კარგ პროდუქტიულ საქმეს აკეთებს, ხო? უფრო მასშტაბური იმედის გმირები არის მასშტაბური მთელ საქართველოზე შუქდება, იყო თქვათ ეს კონცენტრირებულად რკინიგზელთა საკითხი, მაღაროელების საკითხი, თქვა 2 წლის წინ იყო, ხო, თუ არ ვცდები ეს რაღაცა ჭიათურაში მაღაროში პრობლემები არის. ერთი წლის წინ, ხო, ანუ ზუსტად ამ დროს ხდებოდა შარშან და მაშინაც ჩვენ შევიტყეთ, რომ თურმე ჭიათურაში მაღარო არსებობს მაგალითად და ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ ხოლმე, არის თავისთავადობა. ეხლა ჩვენ ამდენი რაზეც ვისაუბრეთ, ეს უნდა დაგვენახა, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ ჩვენ რაღაცებს არ ვამჩნევთ, ესე ფუნქციონირებთ, მაგრამ გვაქვს პოტენცია, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ესე არ ვიფუნქციონიროთ, რომ დავინახოთ ვიღაცეები. ჩემი ბრალი არ არის, რომ მე გავუარე ადამიანებს გვერდი და ადამიანებად არ დავაფიქსირე, მაგრამ მაქვს შესაძლებლობა, რომ ადამიანებად დავაფიქსირო. ბრალეულობა მოქალაქეების, ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ აი პასიურები ვართ ქართველები, რაღაც ვერა ვართ კარგი მოქალაქეები, უნდა ვზრუნავდეთ ამაზე. მაგრამ ისევ და ისევ, როგორც თვალს აქვს შეზღუდული შესაძლებლობა აღიქვას საგნები, მეც როგორც მოქალაქეს შეუძლებელია მომთხოვო ერთდროულად ხილული გავხადო ყველა ის პრობლემა, ყველა ის საკითხი, რაც ჩემს გარშემო მიმდინარეობს და ერთდროულად ვიზრუნო მათზე. უბრალოდ გადავიწვევი, როგორც თვალი გადავიწვება, ხო, გონება გადამეწვება ამის დროს. ჩემ შემთხვევაში, ანუ ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა მოქალაქეობის ამბავში არის, რომ თქვენ როგორც მოქალაქეები, ან მე, ან ნებისმიერმა სხვამ, აირჩიოს კონკრეტული საკითხი და ამ საკითხზე გააკეთოს მაქსიმალური ძალისხმევა, გაიღოს იმისთვის, რომ ეს საკითხი მოაგვაროს. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. და ამ შემთხვევაში ამოცანა რა არის? პირველ რიგში, რომ საკითხი, რომელზეც თქვენ მუშაობთ, უნდა გახადოთ მნიშვნელოვანი. ანუ თქვენ უნდა შემოიტანოთ ის მნიშვნელობათა არეში და დააფიქსიროთ როგორც მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თავისთავადი მნიშვნელობა ადამიანისთვის არც ერთ საკითხს არ გააჩნია. ხო, ანუ თავისთავად ადამიანი პატივს უნდა ცემდეს პოლიციელს არ არის, მაგრამ თქვენ თუ მაგზნობინებთ, რომ მე პატივი უნდა ვცე პოლიციელს, მე მას უკვე პატივს ვცემ. თქვენ თუ შემოიყვანთ თავადის სივრცეში გლეხს, ის უკვე გახდება ხილული, მაგრამ სანამ არ შემოიყვანთ, ის არასდროს არ იქნება ხილული. ძალიან ხშირად ეს შემოტანა ხილვადობის ხდება ხოლმე ლანძღვაგინების ფონზე. მაგალითად, ერთი ჯგუფი გააკეთებს რაღაცა აქციას მიმართულს გარკვეულ საკითხზე და აგინებს ყველა დანარჩენს, ვინც არ ჩაერთვება ამ საკითხის მოგვარებაში, ხო? ეს არ არის თლად გამართლებული გზა, იმიტომ რომ იმის მაგალითად, რომ მე მაგზნობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის რაღაცა, როგორც კი მლანძღავთ, მე რა თქმა უნდა ვთიშავ ჩემს ყურადღებას ამ მიმართულებით და საერთოდ აღარ მაინტერესებს, რატო გავიხედავ იქით, საიდანაც ჩემს მიმართ აგრესია წამოვიდა, ხო, მაგალითად. უკეთესი გზა იქნებოდა ამ შემთხვევაში, რომ ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ადამიანებამდე მიგვეტანა ის საკითხი, რაზეც ახლა საუბრობდით, რომ არსებობს ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ღირსება შელახული ადამიანი, რომელსაც ჭირდება რაღაცა ზრუნვა, მათზე ზრუნვა არის საჭირო. ეს ადამიანის გარდა საკითხები, რომლებიც საჭიროებენ განხილვას. მაგალითად, საყდრისის მაგალითი რო განვიხილოთ ახლა. ხო? ანუ მაღარო, რომელიც რაღაცა უხსოვარი დროიდან ოქროს ხო დამტკიცდა რომ მოიძიებენ, დამტკიცდა ყველანაირად. მთავრობამ ძალიან მარტივად დაძლია ეს საკითხი, ხო? რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? კი, ბიზნეს ინტერესი, მაგრამ შეხედეთ, აქციები, რომელიც იმართებოდა, იყო ძალიან პანმეებისაც ვესაუბრე, იყო 50 კაცი მაგალითად, ხო? ვერ ითარგმნა ეს საყდრისის საკითხი თითოეულ მოქალაქემდე ისე, რომ მისთვის გამხდარიყო ხილული. ანუ ხო, მაგრამ არც ერთ საკითხი არ არის ესე სენსიტიური. ამას საუბრობთ ხა. მაღაროელების საკითხი არ არის სენსიტიური, მაგრამ ფილმი ან ჩახვედი, გადაიღე, გახადე ხილული და უცებ რომ ხედავ, ანუ მე როცა მიყვები,
ვერ იქნება ის სენსიტიური. აი მოყოლით რომ მითხრათ რომ აი 2000 მეტრზე ჩადიან, ჰაერი არ არის, უჯრები არ აქვს. ნუ ჩემი წარმოსახვა მაქვს, მაგრამ მარტივად დავივიწყებ ამას. მაგრამ ხილულს როგორც კი გახდი, ის უკვე ვეღარ გავექცევი ამას. გაიხსენეთ ციხის კადრები რაც იყო მაგალითად, ხო? ანუ კარგად აჩვენებს ამას, რომ ცოდნა არსებობდა, მოყოლით ყველა იცოდა, მაგრამ როგორც კი ხილული გახდა, ამას უკვე ვეღარ გაექცევი. იმიტომ რომ ხილვადობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაც ვნახეთ, ამას ვეღარ ივიწყებ და ამბავს ძალიან მარტივად დავივიწყებ. და ამბავს ზოგადად ძალიან მარტივად უარყოფ. მაგალითად, თქვენ თუ მომიყვებით რაცოდაც ცხოვრობენ მაღაროელები, მე გეტყვით რომ კარგით რა. ანუ თუ არ მინდა ამაზე დავხარჯო ჩემი დრო და ჩემი რესურსი, გეტყვით მარტივად რომ თქვენი ტყუებით ახლა ან ამეტებ რა, ესეც არ იქნება საკითხი. შემიძლია ამის კეთება და უცებად გამოვიყენებ თუ არ მინდა რომ ჩავერთო ამ მიმართულებად. მაგრამ ხილვადობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამას ვამბობ, ანუ კონკრეტულად დამანახეთ საჭიროება, მოიტანეთ ჩემთან გულთან ახლოს და მე უკვე ჩავერთვები როგორც მოქალაქე. ანუ არც ერთი მოქალაქე ავტომატურად არ ზრუნავს არაფერზე, მაგრამ თუ თქვენ გახდით თქვენთვის ძვირფას საკითხს მნიშვნელოვანს და დაასაბუთებთ ამ მნიშვნელობას და გახდით ხილულს სხვისთვისაც, ის უფრო ბევრად უფრო მარტივად ჩაერთვება თქვენთან ერთად ამ საკითხის მოგვარებაში. იდეაში. შეიძლება რომ შეკითხები რო დასვათ და ვისაუბროთ, ვიდისკუსიოთ, ვიჩხუბოთ. ბავშვი მყავს გასაზრდელი ხემაკ დასარგავი. სახლს ვერ ავაშენებ, ვიცი ახლა აზრი არ აქვს, ძვირია. ანუ ჩვენ შემთხვევაში იყო პირველი ეს არის განათლების პრობლემა. მე ვხედავ რომ არსებობს განათლების პრობლემა და მე საქმიანობ უნივერსიტეტში იმისთვის რომ ეს პრობლემა დავსვან. ჩემთვის მნიშვნელოვანი პრობლემა არის და მიმაჩნია რომ საჭირო არის. ხომ თქვა აი მსგავსი ტიპის შეხვედრები მაგრამ ეხლა რომ მოყვე უცნაური იქნება, ხო, რომ აი მე კიდე ისეთ რაღაცებს ვაკეთებ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ დავინახეთ თავის დროზე 2 წლის წინ 2012-ში პრობლემა, რომ ადამიანებს უჭირთ. ეს ამდენი მეგობარი დავსხედით და დავაფიქსირეთ, რომ ეს არის დიდი დაფიქრება ამას არ ჭირდება, ხო? ზუსტად იგივენაირად მე შევდივარ ყოველ დღეს სახლში და ჩემ ვერ ვაფიქსირებ, რომ ჩემს მეზობლად ხალხს არ აქვს ის, რაც მე მაქვს, ხო? მაგრამ რაღაც მომენტში ეს გახდა ხილული და თქვით რომ აი რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამისთვის და გავაკეთეთ საკონმომხედრო ფონდი ბორანი ქვია ვებგვერდი არსებობს სადაც განვათავსებ საჭიროების მქონე ადამიანს მე თქვენ ინტერნეტის საშუალებით შედიხართ გადარიცხავთ თანხას ჩვენ შევისყიდით და მე მივუტანთ ამ ნივთს კონკრეტულად ეს ვქენით და ერთ-ერთი ამოცანა იყო ზუსტად ხილვადობის გაზრდა ესევე გვეწერა პირდაპირ ჩვენ შევდივართ ისეთ ველში სადაც ადამიანთან არასდროს სინათლე ამ შემთხვევაში როგორც გაშუქება არ მივარ რა. ანუ ადგილები რაც ჩვენ ვნახეთ ამ 2 წლის განმავლობაში რაც მუშაობთ, იქ ხომ მე თვითონ არ მოხვდებოდი და ჩვენი საიტის საშუალებით გახდა ხილვადი. მაგალითად, მოგვიანებით ნანუკას შოუდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს რომ ხომ არ იცით, ვინმე ვისაც თქვა ჩვენი რაღაც საკონმომხედებაზე პროექტს აკეთებდნენ, ჩვენ მოგმართეს და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ადამიანის შესახებ. და ეს ზუსტად შესაძლებელი გახდა იმის გამო რომ მათ იცოდნენ რომ ჩვენ ხედავდით. ანუ ჩვენ გქონდა ბაზა ადამიანების რომელსაც რაღაც საჭიროება გქონდათ, ხო? ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ დღემდე თუ ვინმე სამი აინტერესებს კონკრეტულად ჩვენ მოგმართავს, ჩვენ გვაქვს კონტაქტები ადამიანების, რომელზეც ვერასდროს ვერ გავიდოდით, ანუ უბრალოდ იქნებოდნენ უჩიმაჩინი ადამიანები. ამდულად რა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ის პენსია აქვს, რა პენსიაც აქვს, მზრუნველი არ აყავს და სახლიდან არ გადის მაგალითად. მეზობელი ვერ ხედავს მას და იმაზე საუბარი ზედმეტია რომ ხა ჩვენთვის გახდეს ხილული და ჩვენ შევძელით ეს რომ გამოგვეტანა თქვა ინტერნეტ სივრცეში რაღაცა შუქს ხო ვინც ეს საიტი იცის აღმოაჩენთ რა ამბებს აღმოაჩენთ რომელსაც ვერასდროს ვერ აღმოაჩენთ მაგალითად რაც ძალიან საინტერესოა მაგალითად ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ეს უხილაობის მაგალითი იყო ერთ-ერთი კორპუსი ამას ყველგან ყვები ხომ იმიტომ რომ ჩვენთვის ეს თავზარდამცემი ამბავი იყო პირადად ჩვენთვის გლდანში პირველ სართულზე კორპუსი დგას და პირველ სართულზე დამწვარ სახლში 3 წლის წინანდელ დამწვარ სახლში ცხოვრობს 12-13 შვილიანი ოჯახი მხოლოდ დედა მამა არ იყო წარმოდგენილი და ბავშვები ერთ საწოლში ერთი საწოლი ქონდათ რა მაგალითად ბეტონი ყველაფერი ერთი ფანჯრიდან ჩანდა მეორე ქუჩა წარმოიდგინე კორპუსი ჩანდა მთლიანად საუბარია პირველ სართულზე
და რო შევედი აქ და მამას რო თვალიერებდით, პირველი რეაქციაც მქონდა, რომ გამოვედი, ამ корпуს რა ვხედე, ხვდები რომ აი აქ დღეში შედის ერთი, რა ვიცი მე, ანუ რო დათვალო რამდენჯერ შევიდა პურზე ჩამოვიდა, სიგარეტზე შევიდა, გამოვიდა, ბიჭები მოვიდნენ, იმეთი 1000 კაცი, ну, კაი 120 კაცი შედის და გამოდის, ხო? მეზობლები, მეზობლის სტუმრები, ნათესავები, ვიღაცები. ეს 120 კაცი შესვლა გამოსვლის დროს უბრალოდ არ ხედავენ, რომ აი აქ 12 ბავშვი ცხოვრობს გაუსაზღვის პირობებში. ანუ ეგ არის ზუსტად გამქრალი აქვს რა. ანუ სანამ ჩვენ არ მივედით და იქ რაღაცა სულათი არ გადავიღეთ, არ ვთქვით რომ ნახეთ აქ რა ხდება, მეზობლებს არანაირი მაგალითად უცნაური იყო, მაგრამ ევრო ფანჯრებით რაღაცები რო ნახეთ, ხვდები რომ ანუ ვიღაცამ გამოცვალა, ჯერ კიდევ სკოჩით რო არის გადაკვეთილი, ცოტა ხნის წინ გამოცვლილი აქვს ფანჯერა და აზრათაც არ მოუვიდა რომ ამ ჩამოეტანა და ეთქვა რომ ხო შენ ხო არ გინდა და აი ფანჯერა გავაკეთე, ფანჯერა არ იყო საერთოდ რა. და უარესი ფეჩი რომელიც იდგა, მეორე მისვლაზე რომ მივედი ერთ კვირაში წარმოიდგინეთ, მეორე მისვლაზე მივდივარ და ფეჩი მოახსნევინეს მეზობლებმა ბოლი ამოდის. და იქ ემართება რა საერთოდ რომ გარაცონთელი იქაურება ხო ანუ ამაზეა საუბარი მაგრამ ნახეთ გაბრაზება მეზობლებზე არის ზუსტად ის აი რა გამოდით ხალხო აზრი არა შენაკეთებ რა იმათ სანაცვლოდ და ეს კეთება იწვევს მაგალითს რომ შეიძლება მე სხვას დაფიქრდეს რომ მაგ მიმართულებით იმუშაოს ანუ ჩვენი სლოგანი ამ შემთხვევაში იყო სიკეთის ქნა ბოროტებასთან ბრძოლის ნაცვლად ანუ ჩვენ არ ვებძვით სხვებს რატო ისინი არ აკეთებენ კარგ საქმეს ჩვენ გავაკეთებთ კარგ საქმეს ხო ანუ მე არ ვებძვი სხვებს არ ვლანძღავ იმის გამო რომ რატომ არ გაინტერესებთ ეს საკითხი მე ვიჩალიჩებ გავხდი ამ საკითხს საინტერესოს ანუ თქვა დაგაინტერესებთ თქვენ და მე თქვენ ჩაერთვებით ავტომატურად გლანძღოთ და გაგინოთ რომ თქვენ ხართ უსაქმურები და აი ის არის რა უცნაური მეთოდი არის ხალხის რაოდენობის გაზრდის ხო რაღაცა ბატონო ხო თან ეს ლანძღვა მაგლანძღვიდან ამოდივართ ხოლმე ანუ ჩემს რა მნიშვნელობა აქვს შენ მთავრობას გალანძღავ იმის გამო ის არ აკეთებს თუ მეზობელს გარაცხავ ის რო აკეთებს და შენ აფერს არ აკეთებ ამავდროულად ხო ანუ პასიური თუ შენ თუ ხარ ვინც გინდა ის გალანძღვა ამ მნიშვნელობა ანუ პირველ რიგში შენ თავი უნდა გალანძღვა ამ შემთხვევაში ხო ანუ შენ იწყებ კეთებას და მე ვიღაცები აუცილებლად წამოყვებიან ხოლმე ფორესტ გამპი ხო გაქვთ ნანა პირმირვა რო დარბის და მე ვიღაცები რომ მიყვებიან საზრის რო ხედავენ იმ საზრის რომელიც იქ არ არის მაგრამ ხედავენ წამოყვება აი გაიქეცეთ და ვიღაცა წამოყვება სადღაც გორში დაგეწევა 1-2 კაცი და გეტყვის რომ ვირბენ თქვენთან ერთად ხო იმიტომ რომ ესეთები ვართ რა ჩვენ რაღაცები გვაინტერესებს ხოლმე თან ამ ბორანმა რაც დაგვანახა არის რომ დიდი მოთხოვნილება არის ადამიანებში თუ შენ საკითხებს დაუსვამ ისინი აუცილებლად წამოყვებიან საქმის კეთებაში და ესე ძალიან კარგი მაგალითი იყო ჩვენთვის რომ ეგ არის რა სინამდვილეში გახადო ხილული პრობლემა და მე უკვე შენ ერთად ამ პრობლემის მოგვარებაზე იმუშაო. ეს იყო ჩვენი ამოცანა. ხო, ეს არის თანხმობრივ ალბათ გავეც ჩვენ რას ვაკეთებთ. კიდე რა გაქვთ შეკითხვები? ძალიან კარგი მაგალითი. აგერ მაგალითი იყო, ჩალათის მაგალითი რო გავეცე, ხო? რომ ერთად ჩამოვარდა ხელი, მეორე არ ჩამოვარდა და შეიძლება ხალხი რომ არ ყოფილიყო გარშემო, ასე ვთქვათ, მასაც ჩამოვარდა, ხო? ანუ ვიღაცების ღირსების აღიარებაში პირობითად ჩვენ ვაჩერებს და გვამოხუჭებს საზოგადოება. ეგრევე ძალიან საზოგადოებრივი პრობლემა მგონია, ხო? პირველ შეიძლება ვიღაცას ალგაკეთილაობებით გაჩებოდა სურვილი არ მოიჭრა ხელი, მაგრამ ის შიშით მე ალგასამეცნიერია ვერ იქნებოდა და ვერ დაუპირისპირდებოდა არ მოაჭრა ხელი. ხო? ანუ თავის დანაზეც თქვენი აზრით ვთქვათ, ანუ რამდენად თამაშობს საზოგადოება იმაში ფულს, რომ ვიღაცების ღირსება არ ასე ვთქვათ აღიარებთ. შემთხვევაში სამსახურშიც შეიძლება იმას გაუხდა, ჟანგორები ვიცოდოთ, თქვა თუ ის პარტნიორი და მის თანამშრომლობა არ უნდა დაეთახვა ყოფილიყო პრივატული სიტუაცია რეაქცია ეკლა, მაგრამ აი მასთან რა თქვი. ხო. საზოგადოების პოლიტიკა. ხო. თუმცა გასხეს მიშვის თანხა ისეთი აღიარება. ხო. საინტერესო არის, ანუ ამ შემთხვევაში მე მაინც სახელმწიფოსკენაც ცოტას გავიშვერდი ხელს, იმიტომ რომ პირველ რიგში სახელმწიფომ შეიძლება ბევრი საკითხი მოაგვაროს ისე რომ მოქალაქეები ერთმანეთთან შევიდნენ ღირსეულ ურთიერთობებში და ხშირად მოთხოვნად სამართლიანი არის ხოლმე რომ მაგალითად კანონმდებლობა შექმენი ისეთი რომ დამსაქმებელი ვერ შევიდეს დასაქმებულთან ამ ბატონყმურ ურთიერთობაში, არამედ იყოს ღირსებაზე დაფუძნებული, ხო? თქვათ გაზარდე შემოსავალი ისე რომ რაღაც არსებობ მინიმუმს ცდებოდეს და ადამიანს ღირსეულად შეძლოს ცხოვრება, ხო? სახელმწიფო არის ერთ შემთხვევაში, მაგალითად ამის კარგი მაგალითი არის, როდესაც წელს ვერ გავიხსენებ, ხა 56-ს ვიტყვი და
ალბათ 56 იყო. ან გადაამოწმეთ მე ესე მახსოვს, როდესაც ერთ-ერთ კოლეჯში Little Rock ერქვა სასამართლომ კონსტიტუცია რა ცნო შავკანიანების ხო და ანუ შავკანიანების შეყვანა სკოლაში დასწრება, რაც ადრე იყო გამორიცხული, ხო? ანუ წყალს ვავდნენ სხვანაირად, ტრანსპორტში მგზავრობდნენ სხვადასხვა ტრანსპორტით და რა თქმა უნდა, სკოლაშიც ჰაი სკულში ვერ დადიოდნენ. და როგორც კი საზოგადოებას ვკითხავდით ჭკუას, არაფერი არ მოხდება, ხო, რაც გამოვიდა კიდევაც დემონსტრაცია, საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა პროცესი და თქვენს რომ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენთან თეთრკანიან სკოლაში შავკანიანებმა ისწავლა. შეიყვანა ჯარი, Eisenhower იყო მაშინ პრეზიდენტი, შეიყვანა ჯარი და უთხრა, აბა, ვისა პრობლემები გაქვთ რა. ეს ადამიანები, ამ ადამიანებს იცავს კონსტიტუცია, მე ვარ პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც არ გამოირჩეოდა მანამდე ზედმეტად ლიბერალური დამოკიდებულებით ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კონსტიტუციას ჩახედა, კანონს სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთად დადო და თქვა, რომ მე ახლა უნდა გავაკეთო ის, რაც უნდა გავაკეთო როგორც სახელმწიფო. შეიყვანა ჯარი. ამიტომ ხშირად აი ღირსების დაცვა ამ ძალით ხდება ხომ. ჩვენ რასაც მაგალითად მოვითხოვდით 17 მაისს, ხო? თუ რამეს ვაკრიტიკებთ სახელმწიფო, ზუსტად ეს იყო, იმიტომ რომ თქვენ ნებისმიერ ჯგუფს რომ იცეთ საშუალება, დამსაქმებელი გადაუვლის ნებისმიერ დასაქმებულს, ხო? რა თქმა უნდა, ამას საუბარი, დასაქმებულის ამოცანა არის, ცუდი ჭეშმარიტება არის, მაგრამ რომ რაც შეიძლება იაფად დაასაქმოს სხვა და მეტი სარგებელი ნახოს, მაგრამ თუ ამის ნებას მიცემ, მე შეიძლება ესე მოვიქცე და თქვენც მაგრამ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც იცავს დასაქმებულს ჩემგან, ჩემი ცუდი ზრახვებისგან. იგივენაირად თქვენ ნებისმიერ ჯგუფს რომ იცეთ საშუალება, მაგალითად გრძელთმიანები გავლახოთ მაგალითად, ხო? გაერევიან გალახავენ. ხო? რა პრობლემა არის, ხო? რატო არ გალახავენ? თქვენ რომ და იგივე იყო 17 მაისს რაც მოხდა არის ეს, უბრალოდ რაღაც ადამიანთა ჯგუფმა თქვენს რომ ესენი ჩვენ არ გვინდა და თუ გაიხსენებთ ზუსტად ხილულობაზე იყო, ხილვადობაზე იყო პრობლემა და საქართველოში სულ ამ ხილვადობაზე პრობლემა არის. ჰომოსექსუალები თავისთვის იყვნენ სახლში და აქ მე ყველაფერს ვიზამ, იმიტომ რომ ეს ხილვადობა არის ჩემი. ამაზეა საუბარი, რომ ეს ხილვადობა მე უნდა ვიყო ხილული. მოვაწყო მსვლელობები 100,000 კაცი, 200,000 კაცი, 10,000 კაცი, ვიაროთ ეს შეიძლება, მაგრამ ისინი იყვნენ დამალულები. შემდეგ ერთი წლის შემდეგ გონი ებრაელებმა გამართეს ხანუკას დღესასწაულზე გამოვიდნენ, იგივე არგუმენტი იყო, რომ თავისთვის ილოცონ და ახლა ქუჩაში ლოცულობენ. ანუ ისევ ხილვადობაზე მიდის საკითხი, რომ არ უნდა რაღაცა გარკვეულ ჯგუფს, რომ სხვა ადამიანები იყვნენ ხილულები. ისევე ზუსტად იგივენაირად, როგორც თეთრკანიანები ამბობდნენ, რომ ისწავლონ თავისთვის კაცო, შავკანიანებმა. ვეუბნები უვარდები სახლში? არ უვარდები, თავისთან ოთახში, სამუშაო კაბინეტში ისწავლონ, იკითხონ წიგნები, მაგრამ უკონელში რომ მოდიან და ეს თავის ბავშვები, ჩემი ბავშვი რომ უყურებს შავკანიანს. რო გაშავდეს მერე, ეს კაია, ну იგივე არგუმენტი არის ახლა რა ხო ანუ იგივე ბანალურად სუსტი არგუმენტი არის რომ ახლა რაღაცა ჩემმა შვილმა დაინახა ორი ჰომოსექსუალი და გახდა ჰომოსექსუალი ხო ანუ ჩემი შვილი ყოველდღე უყურებს როგორ იფურთხებიან ქუჩაში ადამიანებს სიტყვა თუ ცუდად გაქვს მიჩნეული მაგრამ თუ ნება გაქვს მიხედავ რა თუ არ გინდა რაღაცას გააკეთე თუ სხვისინება ეგეც ისე მოხდება როგორც სხვისინება არის ხო ღმერთზე მაქსავდა ხო ამიტომ უაზრობა არის საზოგადოების როლი არის ძალიან დიდი რა თქმა უნდა ამ საზოგადოებას კონტროლი ჭირდება სერიოზული კონტროლი ჭირდება მაგრამ სამწუხარო და უცნაური რეალობა არის რომ თუ რამე არსება აი დღეს რო ჩვენ ესეთები ვართ როგორებიც ვართ მოტანილი არის მებრძოლი ადამიანების რა ყველა თითოეულ უფლებაზე ღირსებაზეა საუბარი გრძელთმიანები 90-იანებში ამტკიცებდნენ რომ მათაც აქვთ ღირსება წარმოიდგინეთ ხო უცნაური არის ეხლა რომ ამაზე ვისაუბროთ მაგრამ ვიღა ტიპმა მოუშვა თმები და უგანში რომ დაახნო ეს ჩემის მოდი აქ და ამოიღო და ესროლა მაგალითად და უთხრა რა პრობლემა გაქვს ნუ მეორეჯერ გრძელთმიანს აღარ ეკარებოდა ხოლმე დღეს თქვენ ხსხეთრად აქ გრძელთმიებში ყველანი კმაყოფილები ხართ ხო რომ უკვე შემიძლია ეს გავაკეთო ანუ ეს ღირსებები არის კბილებით გატანილი ქალთა უფლებები რო წარმოიდგინოთ დღეს ჟღერს ისე რომ აი ნუ ქალთა უფლებები ფემინიზმი თვითონ გაფუშტა ეს სიტყვები მაგრამ რო გადახედო მე-20 საუკუნეს კბილებით გაიტანეს ეს ქალთა უფლებები ხალხებოდნენ და კაცები კლავდნენ პირდაპირ ოღონდ იმის გამო რომ ფემინისტი იყო აი მაგის გამო კლავდნენ ხო დემონსტრაციებს აწყობდნენ ურტყავდნენ აგინებდნენ ლანძღავდნენ მაგრამ გაიტანეს რა ანუ საზოგადოება არასდროს არ იქნება იმ ფორმის დამთმობი რა ფორმითაც მოაღწია დღემდე დამსაქმებელი არ იქნება გუშინ თუ შოულობდა მილიონს მაღაროელზე და დღეს ეუბნები რომ იშოვე 900,000 და ეს 100,000 მოახმარე რომ კარგი თარო ქონდეს და გათბობა დაუყენე ადამიანს რომ ადამიანურად იყოს იქ რატო ანუ არ არის მისი ინტერესი მაგრამ შენი ამოცანა მაინც არის რომ გაიტანო ეს საკითხი ბოლომდე ხო იგივე არის ახლა თქვა რკინიგზაზე რაც იყო ხო ანუ მე მგზავრობ დავდივარ გადაზიდვებით სახელმწიფო შოულობს მილიონებს
და ის ადამიანი, რომელიც ამას უშუალოდ ახორციელებს, იმას აქვს მიზერული შემოსავალი, ხო? მგონი ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა, ეხლა რაც იყო. რატომ? ხო? კარგად იმუშავა, თქვა ამ შემთხვევაში პროფკავშირმა იმუშავა თუ არ ვცდები, მედიამ ეს გააშუქა, მეც უკვე დავინტერესდი ამ საკითხით, უფრო დიდი წნეხი წავიდა დამსაქმებელზე და ამ დასაქმებელმა ვერ გაუძლო და შესაბამისი რეაქციაც მისცა. ხო, რაღაცაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება მოხდა. იგივე არის, ახლა თქვენ რა გონიათ 17 მაისს მართლა ჯარი რო ჩაეყენებინა სახელმწიფოს დემონსტრანტებს და არადემონსტრანტებს შორის ის ფრინავი ჰოლანდიელი რო არის, მარშრუტას რო ახტება, ის არასად არ გადახტებოდა, იმიტომ რომ ტანკს არავინ არ შეახტებოდა. ხო, ანუ დიდი ალბათობით. ხო, იგივენაირად, ანუ ჯარი ხო გახსოვთ ეგ სურათი რო არის. მიფიქრე, ის ეხა მოერიდება ტანკს. ხვდებით, იმის ძალა არის, რომ იცის, რომ აი ვიღაცასთან გაუვარდა. ჯართან წესით არ უნდა გაგივიდეს, იმიტომ რომ ჩაგარტყოს თავში რაღაცას. მაგრამ სახელმწიფოს ერიდებოდა ახალი არჩევნები, ახალი მომხდარიყო, ერიდებოდა ძალის გამოვლენა, ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც არ იძალა სახელმწიფო მაშინ, სულ მაგას კითხულობდა, აბა რა მექნა დამერბია, მაგრამ დარბევაზე ხო არ იყო, ანუ ჯერ დარბევაზე როცა საუბრობთ, სხვადასხვა დარბევები არსებობს. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა დაცვა მოქალაქეების და მოქალაქეებისაგან. ზუსტად იგივენაირად შეიძლება ეხა მოვიდეს ვიღაცა და დიდი ჩვენზე მეტი 100 კაცი შეიგრიბოს, ჩვენ ხო არ აქ რაღაც რაოდენობა 100 კაცი შეიგრიბოს და თქვას რომ ჩვენ ყველანი ვავრცელებთ ცუდი იდე ლიბერასტები ვართ და რაღაცები სექტანტები ვართ იძახოს, ხო? და ეხა სახელმწიფომ თქვას რომ ბოდიში ეხა აბა ხო არ დავარბევი იმ 100 კაცს. აბა რა უნდა ქნა, აბა მე გავილა, ხო? ხო? რატო? ანუ საზოგადოებასაც ჭირდება კონტროლი, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგი კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც თავის დროზე შეიქმნა და გვიცავს ჩვენ ადამიანურ ღირსებას და ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება ადამიანის ღირსებას. ეხლა არის საჭირო ის, რომ ჩვენი ყოფაც დაემსგავსოს ნელ-ნელა კონსტიტუციას. შავკანიანებს 56 წელს ჯარით შეყავდათ კოლეჯში, დღეს უჯაროდ პრეზიდენტად აირჩიეს, ხო? ანუ ესეც ვიცით, რომ იცვლება ყველაფერი, ქალებს უტყავდნენ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაური ქალი არის, მესამეჯერ არჩეული თუ არ ვცდები და კიდე დიდხანს იქნება პოლიტიკაში. ანუ გავიდა რა, ესეც შეიძლება. ამიტომ თუ გავიტანთ, გავა, თუ არ გავიტანთ და ვიქნებით ის საზოგადოება, რაც გვაქვს. იმისთვის რომ გავიტანოთ, უნდა ვიაქტიუროთ, ხო, ძალიან ბევრი. ხო. არ ვიცი, რამე პასუხი ხო არ გაქვთ რომ პასუხი. მასშტაბებს ამ მნიშვნელობა აქვს ხილვადობის გაზეთაში. მასშტაბებზე მეტად აქვს მნიშვნელობა ინფორმაციის მიწოდების საინტერესოებას, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩავიტოს რომელსაც ტელევიზორი და არა საინტერესო მომზადებული სიუჟეტი მანახავს მეშახტებზე ან ვიღაცებზე. აუგებდა განარჩევს და იმას უყურებ რომ ჩემთვის საინტერესოა. საინტერესოს გარდა დისკრიმინაციის პრობლემაც, რომ ანუ რეალურად მეტი არასწორად აშუქებს რა, რეალურად რჩება ვიღაც ცნობიერშის ანა გააზრებული ან გაუცნობიერებელი ფორმით რა ესეც განაშაულია ეს პრობლემაა და კიდევ მინდოდა მე თქვა ანუ დაალოფება რაც საზოგადოების ხელში უნდა იყოს რეალურად იმ პრობლემის წინაშე გავართ რა პირიქით არის ანუ ხელისუფლის ხელშია რა მე როგორც ჟურნალისტი მინდა გავაშკო რაღაც პრობლემა რომელსაც მომეპოვება გარკვეული ინფორმაცია ხო მაგრამ ეს არ აწყობს სახელმწიფოს და კითხვის ნიშნის შედგება ჩემი სიცოცხლის პრობლემა და ანუ დაცვის პრობლემა როგორც პიროვნების ინდივიდის ან ხელშეუხებლობის თემა ან ესეთ მომენტში როგორ შეიძლება მოიქცე ან კი გასაგებია რომ არსებობს ალტერნატიული გზები იქ ინტერნეტი ასე შემდეგ მაგრამ მაინც მედია ან ინტერნეტი ან რეგიონებზე ან მასშტაბურად ვერ გაწვია ყველაფერს და ეს მინდა ანუ როგორ მოკლედ თუ ჩამოყალიბო ანუ როცა მე რაღაც ინფორმაციას ვყავ და მინდა რაღაც საინტერესო მასალას გაკეთება და მაქვს რეალურად რა რაღაც ხელშესაჭირი და რომელსაც მე საგამოძიებო ჟურნალისტების ხომ და გავუკვიან ყველაფერს და ვაკეთებ ხო რაღაც საქმე რომელიც მაინტერესებს მაგრამ შეიძლება მივიდე იქამდეც ანუ რომ შაურობას და ცხოვრებას არ დაწყობს რომ ეს ყველაფერი და ჩემ უსაფრთხოება დაჩვენებს რა ანუ ეს კომუნიკაციაში რა აღმოჩნდა და როგორ მომიქცე ან ჟურნალისტი არ შორი მოხალხებს რა პატრულში უნდა დარეკოთ ალბათ არა ყველაზე ეს იქნება ამ შემთხვევაში ხო ანუ გასაგებია ეს მაგრამ ისედაც აქედან ამოდივართ ნახეთ მარტინ ლუთერ კინგი როცა აკეთებდა იმას რაც აკეთებდა მოკლეს ჩვეულებრივად მოკლეს ხო და ზუსტად
ყველა ის ტიპი, რომელიც იდეის გამო რაღაც აკეთებდა, იყო წამსვლელი სიკვდილზე. როცა ჩვენ საუბრობთ აღიარებაზე და დავიწყეთ რომ სუბიექტებს შორის ბრძოლა აღიარებაზე აუცილებლად გულისხმობს სიცოცხლის დადებას, სხვა შემთხვევაში შენ ან ყველაფერი ან არაფერი არ არის რა. მარტინ ლუთერ კინგი რო იტყოდა რომ მოდით ახლა მოვაწყოთ დემონსტრაცია, მაგრამ თუ შევატყეთ რომ ბევრი არიან ვიღაცები, პოლიციელები და თეთრები, მოდით წავიდეთ სახლში, რატომ უნდა გავილახოთ? ეხა ან რა გავაკეთოთ? ხალხისთვის მაინც არც ერთი მთავრობა არ არის, ან რაღაცა რო ეთქვათ, პრობლემა არის ეგრევე ჰოპ და მორჩებოდა რა. ან ყველაფერი ან არაფერი. მაგალითად პროფკავშირების მაგალითი ეგ იყო რა, რომ ყველა გაერთიანდა, ორი კაცი რო გაფიცულიყო, როგორც ხდება ხოლმე, ხო? არაფერი არ მოხდებოდა, რომ მარტივად გადაული ორ კაცს. შენ იზრდი იმ ხალხის რაოდენობას, რომელიც უკვე კრიტიკული მასა იქნება, რომ შენ ვისაც ეწინააღმდეგები, ის ვეღარ შეგეწინააღმდეგოს. მაგალითად მე რო დამემუქროს ვიღაცა, ხო? დავერეკავ ეგრევე ყველას ტელევიზიაში, დავწერ ანდერტს თქვენ დაგირეკავ და ვიტყვი რომ აი ეხა ამ წამს ესეთი რაღაცა მოხდა და მიშველეთ და მე უკვე ვინც დამემუქრა მარტივად ვერ მომკლავს მაგალითად ხო ანუ დაცულობა არსებობს მაინც ანუ არსებობს სხვადასხვა მეთოდი პირველი რეაქცია თქო და შიში არის მაგრამ უნდა გადაილახოს რა ანუ თუ თქვენ თვლით რომ თქვენთვის ჟურნალისტური გამოძიება არის ღირებული რა მაშინ თქვენ ეს სიცოცხლის ფასად უნდა გაიტანოთ რა ხა ის რაღაცას გეუბნებით უცნაურს რომ უნდა შეაგდეთ და მაგრამ ესე გამოდის რა ანუ საბოლოო ჯამში ესე გამოდის რა წარმოიდგინეთ 17 მაისს ეხა ბიჭებმა და გოგოებმა რაც გააკეთეს, ხო უფლებადამცველებმა, რაც გააკეთეს, მართლა გმირობის ტოპასი არის, იქ რო 20000 კაცი დგას, წარმოიდგინეთ 20000 კაცი. ნუ პირობითად ვამბობ, მაგრამ შეიძლება მეტიც იყო, შეიძლება ნაკლები იყო, მაგრამ ნუ 5 მდგარი იყო, რა მნიშვნელობა აქვს. თან აი ხო ნახეთ ხალხი რა, და ეს. და შენ რო დგეხარ და ზუსტად რო იცი რომ ეს მასა აი ეხა წუთი-წუთზე გამოარღვევს, უეჭველი გამოარღვევს და მაინც რო დგეხარ. ანუ იმათმა გააკეთეს ჩვენს მაგივრად და ჩვენს რო იქ უნდა მდგარიყავით ეს დარგი ჩვენს მაგივრად გააკეთეს წავიდნენ სიკვდილზე რა შეიძლება მართლა მოგვტანიყვნენ ისინი დობიდან საღადაოთ არა მართლა შეიძლება მოეკლა რა ვერ მოკლავდნენ ავტობუსს ვერ დაწვავდნენ უბრალოდ ესე გარემოებებმა რატომღაც მოხდა რომ არ მოხდა მსხვერპლის გარეშე დამთავრდა ნუ დასტრესილები რო არიან გასაგები მაგრამ წავიდნენ ამ სიკვდილზე გაქცეულიყვნენ მანამდე 10 წუთიდან რომ გაქცეულიყვნენ სანამ ისინი გამოარღვევდნენ ან რო დაენახა და ეთქვათ რომ არა ჩვენ აქ არ ვიდგებით მაგრამ მათ გააცნობიერეს მნიშვნელობა მათი იქ დგომის და თქვენს რომ ჩვენ ამ ჩვენს ღირსებას, ჩვენს არსებობას, ანუ ადამიანების არსებობას დავიცავთ სიცოცხლის ფასად და გააკეთეს, რეალურად რაც გააკეთეს ეგ იყო. ალდო კეთლაურის ნაკლები მაგალითი არ არის ეგ, ხო? იმიტომ რომ წესი დარიგით იმ ტიპების ინტენცია იყო, რომ ჩვენ ახლა 20000 რო დავდგეთ და რო დავიძახებთ, ისინი გაიქცევიან და ისინი არ გაიქცნენ. სანამ რეალურ იმაში არ შევიდნენ, ხო? ანუ ჯახში არ შევიდნენ რა. ამიტომ ეგ არის რა, მათ კვილებით გაიტანეს თავისი პოზიცია და ეს იყო ძალიან კარგი. დღემდე ჩვენ თუ რაღაცას საუბრობთ ხოლმე შესაძლებელია რომ აღუდგეთ თუნდაც 20000 ადამიანს, სახელმწიფო დახმარებოდა პარალელურად იქნებოდა ძალიან კარგი. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. სახელმწიფოსაც კარგი გაკვეთილი არის. იმედია შემდეგში გამოიყვანს ჯარს მაგალითად ჩააყენებს იქ. დუბინგები ახლა, მაგრამ ნუ ისინი რო არ ყოფილიყვნენ, არის დღეს სხვა ისტორია გვექნებოდა, ხო? ჩვენ დღეს კაი მაგალითი როგორ დაუდგა 20000 კაცს, 17 კაცს. student price. და ჟურნალისტებიც იგივე, თუ თქვენ გემუქრებიან, დაურეკეთ ყველა ჟურნალისტს და თქვით რომ კლავენ რა, მაგრამ მე მაინც ამას გამოვაქვეყნებ. გამბედაობა უნდა, რა თქმა უნდა, გამბედაობა უნდა, მაგრამ ისევ და ისევ ვერ დამისახელებ თქვენ დღეს ჩვენთვის ძვირფას რამეს, რაც გამბედაობის წყალობით არ გავიდა რა. დღეს ჭრელის მაიკა თმებზე ხომ მოვიყვან, ჭრელ ტანსაცმელზე მოვიყვან მაგალითს. მონ ჩემზე ვერ მოვიყვან მაგალითს, არ გამოირჩევი სიჭრელით, მაგრამ თავის დროზე აი წითელი მაისურით ბიჭი იქნებოდა ანუ ეგრევე მსხვერპლი, იმიტომ რომ წითელი ეგრევე უღირსობას ნიშნავს, წარმოიდგინეთ, ფერი იყო უღირსობასთან დაკავშირებული. ნუ ხო იცით რასაც ნიშნავდა. როსკიპს. ქურდულში როსკიპს. ანუ წითელი რო გეცვა ჯემბრი, აი კაი ტიპი ხარ სწავლობ რაღაც აკეთებ, საერთოდ ყველაფერი კარგი ადამიანია, კაი სუბიექტი. წითელი რო გეცვა, ვიღაც ტიპი ავტომატურად შეეძლო მოსულიყო და გაენადგურებინა და მე ეთქო რომ წითელი ეცვა. და ისინი მიხვდებოდნენ რომ ანუ ეხლა გეთქვი თავიდანვე და მორჩებო. იგივენად როგორც დღეს იტყოდა რომ გავლახე რატომ ჰომოსექსუალი იყო ანუ აბა ეხლა რა უნდა გაიქნა ხდებით ვიღაცა ტიპმა ჩაიცვა ეს წითელი მე რო დაადგნენ ამოიღო დუბინგა უტყა იმათ ანუ კვილებით გაიტანა დღეს ჩვენ გვაცვია წითლები ესეთი ტიპები რო არ ყოფილიყვნენ საქართველოში დღეს ჩვენ სხვა საზოგადოება გვექნებოდა დღეს ეხლა რაც განვითარება გჭირდება ზუსტად არის ბევრი აქტიური მაგალითად გეტყვით იმის ვაკის პარკში რო სასტუმროს აშენებდნენ პარტიზანული მებაღეობა და ეს დაცვის ისინი რო დადგნენ რა გააკეთეს ხო ანუ ადამიანებს დასრული ადამიანები კეთილ მოწყობილი სახლებიდან გამოვიდნენ და კარვებში ჩასახდნენ. ხდები და იმან რომ გახედა და შეხედა რომ აუ ესენი არიან ნორმალურები, იმიტომ რომ აქ მართლა იწვევიან ბულდოზერის წინაშე
უკან დაიხიეს რა. ეს რო არ ეკნათ რო ეთქვათ რომ ერთხელ დაეყვირათ რომ ნუ გაჩეხავ ხეს რაღაც და მე წასულიყვნენ, არაფერი არ მოხდებოდა. და დღეს ფაქტი გვაქვს სახეზე რომ იქ თქვათ რაღაცა არ აშენდა, ხო? რის გამო თავდადების გამო. თავდადება არის, აი სამოქალაქო თავდადება ქვია ამას კიდევაც, ხო? როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ რა. 9 აპრილი იგივე არის და რა ვიცი, ბევრი მაგალითი რომელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, ხო? შეკითხვები? ერთი მაქვს მე რაღაცა რა კიდე რაც მინდა რომ თქვა და თუ არ მოგაბეზრეთ 5 წუთი დაახლოებით წაგართმევ. დღეს ავითარება არის ამ მოქალაქეობის ამბავში, ძალიან საინტერესო სინამდვილეში და ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, რომელიც არ ვიცი რამდენად სწორია ეს, მაგრამ მე ხა ვფიქრობ ამაზე და თუ გამოგადგა. ჩვენ სად ვიმყოფებით ეხლა, ნახეთ, ჩვენ გვაქვს განათლება, რომელიც ამ ოთახიდან გახვალთ 70% საქართველოში არ მუშაობს ეგ განათლება, ხო? ანუ მაგალითად 10 სუფრიდან 9-ზე გეტყვიან რომ რაღაცა ის რაღაც სექსისტურ კაცი და გეტყვიან. ანუ ერთ სუფრაზე შეიძლება ვიღაცა თქვა რომ მე ლიბერალი კაცი ვარ და ეხლა ამიტომ რაღაც გალები სათერძილოს დავუვათ, ხო? პირობითად ეს რაღაც ვაშარჟებ. მაგრამ ხო ხვდებით, ანუ ღირებულებები, რომლის მატარებლები ჩვენ ვართ, არის ძალიან ცოტა ჯგუფი. ესე გამოვიდა. დაახლოებით რომ შევადაროთ მე ჩემთვის კლაბერების მაგალითი წარმოვიდგინოთ. კლაბერები საქართველოში რო აიღოთ, ხო ის კლაბერები კლუბში დადიან. ან ჩვენ ყველანი ვართ პოტენციური კლაბერები. შეხვედი კლუბში, გამოხვედი, დალიეცო და გამოხვედი. ეხლა უცხოელი კლაბერი რო წარმოვიდგინოთ, უცხოელი კლაბერი რა ტიპის შედის, სვავს, მერე სვავს ნარკოტიკს, მერე ეწევა ნარკოტიკს, მერე სოკოს შეჭამს, მერე რაღაცებს გააფუჭებს კიდე და გამოვა, წავა სახში დაიძინებს. და მისი კლაბერობა არის ამის ყველაფრის ერთიანობა. ჩვენი კლაბერი რაღაცი არის შევა დალევს ღვინოს მერე თუ რამე შემთხვევით შემოესვან შემოეწია ამას ხომ მოიხმარს და მერე ჯერ გაიხედავს ფანჯერაში იქ ხვარდგან პოლიციელები მერე ჩაისხავს თვალში რაღაც აცეტონს მერე ტუალეტში ბევრ წყალს დალევს ცუდად და მერე იქიდან გამოდის წიგს დაიჭერს და სახში მიდის რომ ვითომ ის კლუბში არის ანუ ჩვენ როგორც ვიქცევით შიგნით კლუბის შიგნით გარე სამყარო არის აბსოლუტურად სხვა აი გარე სამყარო არის სხვა იგივენაირად ნახეთ ეხლა საყდრისის დაცვის ჯგუფიდან ერთ-ერთი სტუდენტმა მითხრა რომ როცა კულტურის სამინისტროსთან მართავდნენ აქციას რომ 4000 წლის წინანდელი მაღარო არ გაანადგუროთ და მეზობელი გამოვიდა და ნუხმაურობთო აქ ჩვენ ხელს გვეშლება ანუ მეზობელი გამოვიდა და რაზაკა საყდრის რაღაც უხსნდნენ ეს და აქო ბავშვებს ვაძინებთ და გაგება რა ანუ ხვდებით ანუ მაშინ როდესაც მაგალითად გერმანიაში კულტურის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გამოვიდოდნენ და საერთოდ გადავიტანოთ ეს სამინისტრო ან პირიქით დაიჭერდნენ იმის მხარეს სამინისტროს საწინააღმდეგოდ და ესენი შეწუხდნენ ხმამ შეაწუხა. ანუ ეს ჯგუფი რომელიც იბრძვის საყდრისისთვის ორ რაღაცას აკეთებს პარალელურად და კლაბერი რომელიც კლუბში არის ორ რაღაცას აკეთებს. ის თან ერთობა და თან ამკვიდრებს. გერმანიაში კლაბერი უბრალოდ ერთობა. ხვდებით? ქუთაისში ვიყავი ხა მამასინა და DJ-ი შემთხვევა მითხრა რომ ხშირად უნდა ვიაროთო, ძალითო ქუთაისშიო და გავერთოთო. აი წარმოიდგინეთ, აი DJ-ს აქვს მისია, წარმოიდგინეთ. ეგეთი რაღაცა ხვდებით? გერმანულ DJ-ს მისია არა აქვს რა. რომ ჩვენ შევიტანთ ელექტრონულ მუსიკას აფრიკაში, მე შევიტანთ იქ. გერმანულ DJ-ს ფულს მიცე, მოვა და დაუკრავს და წავა. და ქართული DJ ქუთაისში მიდის მისიით, რომ აქ ხალხმა 10 წელიწადში ერთმანეთი არ შეჭამონდა ქურდების სადღეძლო ბართან არ დალიონ მაგალითად რა აი ამის გამო ეს DJ აი ხვდებით ანუ იგივე არის ზუსტად კომიტეტები ჯგუფები ეს სამოქალაქო აქტივობები თუ მაგალითად პროფკავშირები სადღაც აკეთებენ უცხოეთში აქციას და ეს ყველასთვის არის ცხადი იმიტომ რომ აბა რა უნდა ქნას პროფკავშირმა ჩვენთან ეს არის რომ თან აკეთებ აქციას რომელიც რაღაცას ემსახურება და თან კულტურას ამკვიდრებ რომ ჩვენ პროფკავშირები გვაქვს სიტყვას მე თუ ვაკეთებ აქციას უფლებების საწინააღმდეგოდან დასაცავად მე ერთდროულად ამ უფლებებსაც ვშვები და თუ ქველმოქმედებ თან კულტურას ვავრცელებ ანუ ორმაგ მისიას ვათრევთ თან ეს გვირთულებს რა თქმა უნდა საკითხს რომელზე ამბობთ? აი არა. გაგიმარტავთ კი ბატონო, ანუ მე ვთქვი რომ ხმაური იყო ნაწილი. კი. გეტყვით, ხმაური იყო ნაწილი თქო აქციის, ხო, ანუ მე სიტყვა გართობა არ ვიცმახსენეთ, მაგრამ ანუ საყვირი იყო აქციის ნაწილი და მეზობლებმა ეს ჩათვალეს, როგორც მე მომიყვნენ, მეზობლებმა ეს ჩათვალეს ხმაური. არა. რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა, ამას არ გაკადრებით თქვენ. DJ-ს არ არის.
DJ თან ანუ კლაბერები თან ერთობიან თქო და თან იმაშები ან ნუ გადავიტანთ ორი სხვადასხვა რაღაცა არის. მე უბრალოდ ვთქვი რომ თქვენ ერთი მხრივ იცავთ საყდრის და მეორე მხრივ სამოქალაქო აქტივიზმსაც ამკვიდრებთ, ხო? ანუ თქვენს მიერ გაკეთებული თუ დაცული ან ცდელობა საყდრისის ამავდროულად სხვისთვის არის მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს სხვა რაღაცის დასაცავად, ხო? ხდებით, ან ორმაგი ფუნქცია აქვს თქო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კარტობა არ მიგულისხმია საყდრისთან მიმართებაში. ხო? ან ქველმოქმედება იყო ბოლო მაგალითი, ანუ მე რო ქველმოქმედებ თან კულტურას ვარცელებ, იგივე არის, ახლა დათომ რაც სიგარეტი გარეთ მოწია და რომ მე ხა ვდებ ამ სიგარეტს სადღაც ერთ ადგილას და მე ნაგვის ხუთში წავიღებ. და თუ ეს გერმანიაში აღიქმება როგორც აი ჩვეულებრივ ფაქტად, ანუ ნაგავს რომ სიგარეტს როცა არ აგდებ ქუჩაში, ეს არის ჩვეულებრივი საქციელი, შენ საქართველოში თან იცი რომ აი ნახე რა კარგ რაღაცას ვაკეთებ, იქნებ დამინახოს ვიღაცამ რომ მე არ ვაგდებ, რომ მე იმანაც არ დააგდოს, ანუ გიწევს ორმაგი ფუნქციის კისრება შენ საკუთარ თავზე. ამიტომ გვირთულებს ეს აქტივისტებს, სხვადასხვა მიმართულებით გვირთულებს საკითხს, ამიტომ არის ჯერჯერობით დიდი იმედგაცრუებები ამ მიმართულებით, მაგრამ დანებების უფლება არ აქვს რა, გასატანია რა. ну ადრე თუ გვიან თქვა 10 წელიწადში თქვენი ყველასი ძალისხმევით ჟურნალისტი რომელიც ატვირთავს ადამიანი რომელიც სიგარეტს არ გადააგდებს, ქველმოქმედი რომელიც ბოლომდე იქ ქველმოქმედებს და იმედი არ აუცრუდება სხვაზე და ამკვიდრებს ამ კულტურას და ესეც იქნება ნორმალური. მაგრამ ამისთვის ბრძოლა არის რა საჭირო რა. ბატონო? კი, გავაცნობიერო და შევასრულოთ მე რა. აი, უნდა პრობლემას მივყვეთ, ასე თანმიმდევრულად ხარ წერა თვითრაცა სიგარეტის გადაგრებზე დავშეხნავთ დაბადოს შემოვაჭარიმები, ახლა დამწვარიუნები. მე დამწვარიუნები და გავამბობთ რომ ბიჭუნები და რკინის ურნები დააყენოს მაგალითად და არა პლასმა. ანუ ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, ხო? თავისით არაფერი არ მოხდება ეს ვიცით. ეგ არის რა ყველაზე პრობლემური რა. დიდი მადლობა მოგეუჩით.